საღამო მშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ერთი ნაბიჯი პოლიტიკური პოზიციის კრიმინალიზაციამდე. დაისჯება ყველა, ვინც ხელისუფლების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ დააყენებს და ჩაითვლება, რომ ეს არის ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. დღეს პარლამენტმა უკვე განიხილა ახალი ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც სულ მცირე ჯარიმას, ხოლო მაქსიმალური სასჯელის შემთხვევაში 3 წლით ან მეტი ვადით პატიმრობას ითვალისწინებს იმ პირებისთვის, ვინც საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ ან ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯაროდ მოუწოდებს, ან ხელისუფლების წარმოადგენლად სხვას, ან საკუთარ თავს თვითნებურად საჯაროდ სისტემატურად წარმოაჩენს. ასევე სისხლის სამართლის კოდექსის დასჯადი ხდება სხვა სახის სისტემატური მოქმედება, რაც შესაძლოა მიმართული იყოს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს. ჩანაწერი იმდენად ფართო და მრავლის მომცველია, რომ ხელისუფლების მიმართ უარყოფით კონტექსტში ყველა გამოხატულ ან გამოთქმულ ნებისმიერ შეხედულებას შესაძლოა ექსტრემიზმის იარლიყი მოარგო. ყბადაღებულ აღიარება არაღიარების თემას, რომ თავი დავანებოთ ნებისმიერი მოწოდება ხელისუფლების შეცვლისკენ. როდესაც ადამიანი არის უკმაყოფილო დაუშვათ ხელისუფლების მიერ წარმოებული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკით, ან პროტესტი და წინააღმდეგობა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა ფაქტობრივად საციხო საქმე ხდება. შემდეგ უკვე ადვოკატს მოუწევს იმის მტკიცება, შეუწყე თუ არა ხელი ხელისუფლების კრიტიკით მისი არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრებას და შეუქმენი თუ არა ქვეყნის ინტერესებს დაზიანების რეალური საფრთხე. შედეგად მივიღეთ საკანონმდებლო ყულფი, რომელსაც პოლიტიკური ნების მიხედვით ყველას მოარგებენ. ზომა შეზღუდული არ არის. სალომე სამადაშვილი, პარტია ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, ქალბატონო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა თქმა უნდა, ამ ასე ვთქვათ, საკანონმდებლო ცვლილებით მინდა დავიწყო, რომელიც წინა კვირას ჯერ მხოლოდ ინიციატივა იყო, დღეს ვნახეთ უკვე კონკრეტული ფორმულირება, ეხლა აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ ძალიან მარტივად, ანუ დასჯადი ქმედება ხდება, ნებისმიერი პოლიტიკური მოწოდება, ხელისუფლების ლეგიტიმურობის ეჭქვეშ დაყენება, საკუთარი თავის გამოცხადება, არ ვიცი, თუ წარმოჩენა ხელისუფლად, მოკლედ იმ მართლაც აი შემდეგ უსმენდი, ჯერ ვიფიქრე, რომ შეიძლება რაღაცა მე ცოტა გადავამლაშე ხო შეფასებაში, მაგრამ შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ვუსმენდი იურისტებს, ვუსმენდი კონსტიტუციონალისტებს და ისინიც ამბობენ, რომ იმდენად ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა ეს ჩანაწერი კანონში, რომ აი მთავარია სურვილი და დანარჩენი მოიძებნება ნებისმიერი, ვისაც შეიძლება სისხლის სამართლის პასუხი აგებინო საკუთარი პოლიტიკური შეხედულება არ თქვენ სამოქალაქო პოზიციის გამო. მადლობთ მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. ხო, ანუ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ორი თვალსაზრისით უნდა შევაფასოთ, აი ეს მე სხვანაირად გამიჭირდება აღწერო, გარდა ტოტალიტარიზმის აბსურდისა, ასე ვთქვათ, აბსურდული გამოვლინების, მორიგი გამოვლინების ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დაინიცირა აი ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა, რომელიც არ არის, სადაც უმრავლესობას არ აქვს დემოკრატიული გზით არჩეული, ასე ვთქვათ, უმრავლესობა ჩვენ დღეს არ გვყავს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და მიტაცებული არის რეალურად ძალაუფლება. აი მიტაცებული ძალაუფლების გამოყენება ტოტალიტარიზმის აბსურდის განმტკიცებისთვის ჩვენს ქვეყანაში ერთის მხრივ რა თქმა უნდა არის სერიოზული განგაში, ხო, იმიტომ რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, დისკრეციული გახდეს ადამიანების დევნა მათ მიერ გამოხატული აზრის გამო, მაგრამ მეორეს მხრივ ამას რაღაცა კომიკური სახეც აქვს, ხო, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ შევხედოთ
საქართველოს უახლესი ისტორია რო გავიხსენოთ, ფაქტიურად ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ჩვენ ვართ ისეთ ვითარებაში, რომ რაღაც ნაწილი საზოგადოების აცხადებდა, რომ მისთვის არ იყო ლეგიტიმური ესა თუ ის ხელისუფლება, ხო? იმიტომ რომ არ ვიცი, მაგალითად რო ავიღოთ, როდესაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა მართლაც მოხდა, მართლაც შეიარაღებული გზით, წლები და დღემდე არსებობენ ჯგუფები ადამიანების. ანუ მათაც ემუქრება ეს კანონი, იმიტომ რომ დიახ არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, ვინც არ აღიარებს 1991 წლიდან არც ერთ ხელისუფლებას გარდა გამსახურდიას ხელისუფლებისა. გარკვეულწილად ეს საერთოდ ეს ახასიათებს ორი რამე გამოვლინდა ჩემთვის, ასე ვთქვათ, ამ ინიციატივაში, რაც არის საკმაოდ ტიპიური ტოტალიტარული რეჟიმისთვის. ერთი ეს არის სინამდვილეში სისუსტე შინაგანი, რომელსაც ის გრძნობს, იმიტომ რომ არ სჭირდება ხელისუფლება, რატო არ დასჭირდა არც ერთ ხელისუფლებას დღემდე, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 30 წელიწადზე მეტია არსებობენ მოქალაქეების ჯგუფები ქვეყანაში, ვინც ეჭვქვეშ აყენებს ლეგიტიმურობას ამა თუ იმ ხელისუფლების. ოღონდ არავის არ მოსულია. და რა შეჭირდება დღეს უდგას ეს საჭიროება, თუ შესაძლებელია ხვალ დაჭირდეს თვითონ გრძნობს თავს არალეგიტიმურად, თვითონ იცის ამ ხელისუფლებამ, რომ გააყალბა არჩევნები, იცის, რომ გაყალბებული არჩევნების გზით ასე ვთქვათ, ვერ მოხდა მათი ხელისუფლების აღიარება, როგორც აქ დემოკრატიულ ლეგიტიმაციაზე არის საუბარი, თორე გასაგებია, რომ არ ვიცი, კანონს ემორჩილება ის ხალხიც ამ ქვეყანაში, ვინც არ აღიარებს ლეგიტიმურობას, დემოკრატიულ ლეგიტიმურობას. პირობოთ, რომ თქვენ მაგალითად სალომე სამადაშვილი, რომელმაც პირველივე წინადადებაში ახსენეთ არალეგიტიმური პარლამენტი, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მოხვალთ ამ ჩემს გადაცემაში და 5 ჯერ იტყვით არალეგიტიმური პრეზიდენტი, არალეგიტიმური მთავრობა, არალეგიტიმური პარლამენტი. ამაშია სწორედ საქმე, რომ ჩვენ არ ვიცით ეს კანონი რას ნიშნავს. შეიძლება ნიშნავდეს ამას, რომ ნებისმიერი მოქალაქე რომელიც ამბობს, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, გახდა სამართლებრივი დევნის ობიექტი. და ამიტომ არის აბსურდული ეს კანონი, მაგრამ მე მინდა რომ თქვათ ის თუ რატო სჭირდება ამ ხელისუფლებას ეს კანონი, იმიტომ რომ შენ თუ რეალურად ხარ, ასე ვთქვათ, დარწმუნებული საკუთარ პოზიციებში, შენ თუ რეალურად რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, მიგაჩნია, რომ რა თქმა უნდა გაქვს დემოკრატიულად არჩეული ლეგიტიმაცია გაგაჩნია შენ როგორც ხელისუფლებას. შენ თუ თავს გრძნობ ძლიერ პოზიციებში პოლიტიკურად, როგორც გვიმტკიცებენ და გვეუბნებიან, რომ რაღაც დათვლილი აქვთ, რომ მე რამდენჯერ მოიგეს არჩევნები და სარგებლობენ ვითომ უმრავლესობის მხარდაჭერის ჩვენს ქვეყანაში, მაშინ რატო უნდა გჭირდებოდეს მსგავსი აბსურდული კანონის მიღება? ხო, და იძულებითი აღიარება, აი რას მოუტანს, რა ეფექტი ექნება, რა შედეგი ექნება, ისევ დაუბრუნდები იმას, მართლა მაინტერესებს როგორ აპირებთ ზოგადად პოლიტიკოსები, ანუ აპირებთ თუ არა რაღაცნაირად აი ლავირება მოახდინოთ, როდესაც ეს კანონი უკვე სამართლებრივ ძალას შეიძენს, ანუ მართლა ხომ არ აპირებთ არაღიარების გამო დააჭერინოთ ყველა დემოკრატიული ლეგიტიმაცია აქ პოლიტიკოსების დაჭერაზე არ არის საუბარი, აქ საუბარი არის, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ აი რო ავიღოთ რაღაცა მინიმალური და ძალიან მინიმალისტური მიდგომით. მილიონამდე ადამიანმა, რომელმაც ხმამისცა ოპოზიციურ პარტიებს, ისინი დღეს თვლიან, რომ დღეს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, იმიტომ კი არა, რომ ასე ვთქვათ, მათმა არჩეულმა ჩემმა პარტიამ ლელომ და სხვებმა ასე ვთქვათ ვერ აიღეს ხელში ხო ძალაუფლება. ამიტომ არა. იმიტომ რომ საარჩევნო პროცესი იყო უსამართლო და იმიტომ ამას შემდეგ დაემატა მეორე ასე ვთქვათ ხაზი დელეგიტიმაციის, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ღიად წავიდა საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, როდესაც გამოვიდა და გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ასრულებს მაშინ, როდესაც ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია პირდაპირ, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული მიზანი, ხო, ევროკავშირში გაწევრიანება. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, ჟურნალისტი, მოქალაქე, რიგითი მოქალაქე, პოლიტიკოსი,
და სხვა ხდება სამიზნე. გასაგებია, მაგრამ მათ არ ეძლებათ ხოლმე რიგით მოქალაქეებს, განსხვავებით ჩვენგან ჟურნალისტებისგან და თქვენგან პოლიტიკოსებისგან, საჯაროდ საკუთარი, ასე ვთქვათ, პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. რადგან რომ იტყვის თავის ოჯახში, რომ იცი რა, მე არ ვაღიარებ ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობას, მაგრამ დაველოდები პირველ დემოკრატიულ შესაძლებლობას, როცა მექნება საშუალება ეს ხელისუფლება, არ ვიცი, არჩევნების გზით შემცვალო, ამას შეიძლება საერთოდ ვერ გაიგოს ქართულმა ოცნებამ, მაგრამ თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება, ჩემს მიერ დაფიქსირებული პოზიცია იქნება აფიშირებული. ანუ თქვენ ახლა სწორად აღწერეთ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოქალაქისთვის როგორ ხდება, იმიტომ რომ მოქალაქეს აქვს უფლება ჩვენი კანონმდებლობით თქვას ყველაფერი, რასაც ფიქრობს, მათ შორის საჯარო სივრცეში გარდა რაღაც ასე ვთქვათ, ჩვენ მით უმეტეს ისტორიულად საქართველოს ჰქონდა რეგიონში ყველაზე ლიბერალური დამოკიდებულება სიტყვის თავისუფლებას რაც შეეხება და ეს ეტაპობრივად შეზღუდა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი ნახტომი, ასე ვთქვათ, რას რეალურად რის გაკეთებას უნდა. ეხლა ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რა თქმა უნდა, მე ვნახე, რომ არც თუ ისე აქტიურობით გამორჩეული ჩვენი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სახალხო დამცველიც კი გამოეხმაურა ამ კანონს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მის საქმიანობასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრეტენზიები არსებობს, რაღაცა კრიტიკული ზღვარი გადაილახა, ხო, ამითი რომ იმანაც კი ვერ ჩათვალა, რომ ეს რეაგირების გარეშე უნდა დარჩეს და რა თქმა უნდა ეს კანონი გასაჩივრდება მათ შორის ჩვენი მხრიდან აუცილებლად გასაჩივრდება, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოში. გასაჩივრდება ყველა ინსტანციაში, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხელმომწარე, ჩვენ გვაქვს ვალდებულებები აღებული საკუთარ თავზე, როგორც კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოს და ეს კანონი შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ეწინააღმდეგება ამ კონვენციას. მანამდე აპირებთ, რომ დააკორექტიროთ ტერმინოლოგია ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. მე უფლებამოსილი არ ვარო ვისაუბრო ყველა სახელით ვინ რას აპირებს, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი, რომ ეს არის კიდევ ერთხელ შეფასება, პოლიტიკური ჩემი შეფასება ამასთან დაკავშირებით არის, რომ ეს არის გამოხატულება ერთი სისუსტის ამ ხელისუფლების, რეალურად ეს ხელისუფლება თავს გრძნობს აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, მოწყვლადად და ეს არის სხვათა შორის ავტოკრატიები, ბუნება არის ესეთი, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ზოგადად, რომ აი ეს რაც გარედან ჩანს ძალიან მყარი, სინამდვილეში არის მარტივად ცხრევადი და მათ როგორც ჩანს ეს იციან. მეორე მათ იციან, რომ მათ აქვთ დაკარგული დემოკრატიული ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ ეს კანონი ხო არ არის ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ ჩვენ კონტექსტიდან, იმ კონტექსტიდან, რომელშიც დღეს ქვეყანა ცხოვრობს, სადაც ცდილობენ ოპოზიციური პარტიების კონსტიტუციის გზით საკონსტიტუციო სასამართლოს დახმარებით აკრძალვას, აწარმოებენ სამართლებრივ დევნას ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ და სხვა მთელი ჯარი რეპრესიული, ასე ვთქვათ, ზომების ტარდება და არ შეიძლება რომ ხელისუფლება ამას აკეთებდეს და ამავე დროს ჯეროდეს იმის, რომ მას აქვს რაიმე დემოკრატიული მანდატი. აი, როგორი არგუმენტები მოყავთ აი ამ საკანონმდებლო თუ სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის დამატების გასამართლებლად რაიხსბურგის მაგალითი მოყავთ ხო ამ მოძრაობის და ისინი ამბობენ, რომ აი გერმანიაში არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ მეორე რაიხი ისევ ცოცხალია და თავი ამ რაიხის წარმომადგენლებად მიაჩნიათ. დღეს კობახიძე კიდევ უფრო ჩემთვის მაგალითად, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, კიდევ უფრო შორს წავიდა და ის რაც მათი ხელისუფლების არაღიარებასთან დაკავშირებით ხდება, შეადარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების 20%-ის არაღიარებას. ანუ ეგ ძალიან საცილოა და კომიკური, იმიტომ რომ საზოგადოებას უნდა შევახსენო, რომ დღეს კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ვინც აღიარებს, სწორედ ის ქვეყნები და ის მთავრობები და ის სახელმწიფოებია, რომლებიც არ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. მათ შორის რუსეთი პირველ რიგში, რომელიც მიესალმა ყველას მინდა შევახსენო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მითვისებას ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლების მორიგჯერზე. მე მინდა შევახსენო ყველას, რომ მიესალმა მათ შორის მადუროს რეჟიმი, ის ქვეყანა, რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მიესალმა სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენას და მიესალმა არჩევნებს, ასე რომ პირიქით არის, ანუ რეალურად
საქართველოს სახელმწიფოს მტრები, ანუ ის ხალხი, ვინც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეს ხალხი აღიარებს ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, როგორც დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. ის, ვინც არ აღიარებს მათ როგორც დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებას, ეს არის ის სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომლებიც აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს იმ საერთაშორისო, ასე ვთქვათ, აღიარებულ ფარგლებში ჩვენი ქვეყნის და სინამდვილეში ყველაფერი არის პირიქით. ამიტომ ეს აბსურდული, დემაგოგიური, ასე ვთქვათ, რაღაცა პოზიცია ამითიც ბათილდება. არავინ არ ამბობს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ხო არ ვამბობთ და ამას არავინ ვერ იტყვის დღეს, რომ ფაქტიურ ძალაუფლებას არ ფლობს ქვეყანაში ეს დაჯგუფება ქართული ოცნების სახით. ჩვენ რასაც ვამბობთ, არის სხვა, რომ დემოკრატიულად, ასე ვთქვათ, დემოკრატიული მანდატი მათ არ აქვთ მიღებული, იმიტომ რომ არჩევნები, რომელიც ჩატარდა, გაყალბდა და ამის შემდეგ კობახიძე გამოვიდა და კობახიძე არის კონსტიტუციის დამრღვევი ჩვენს ქვეყანაში. პირადად და უშუალოდ თავის ხელისუფლებასთან ერთად, იმიტომ რომ ეს არის ის დაჯგუფება, რომელიც გამოვიდა და საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. რუსეთის მაგალითი მოყავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ეკუთვნის ეს ტერიტორიები, ალბათ უნდა დაგვეწყო რუსეთის მოქალაქეებისგან, ვისაც აი ამ აღიარების თემას გავაგრძელებ, კი არა და აქედან დავიწყებდი აღიარება არაღიარების, რა ვიცი, კრიმინალიზებას, რომ ვკითხოთ პირველ რიგში აღიარებენ თუ არა ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხოლოდ ამის შემდეგ, მათი პასუხის მოსმენის შემდეგ მიგვეცა მათთვის უფლება გადმოელახათ საქართველოს საზღვარი. ხო, ჩვენ სხვადასხვა ქონდა ესეთი ინიციატივა თავის დროზე ოპოზიციას, ახლა ზუსტად არ მახსოვს, რომელი წელიწადი იყო, მაგრამ იყო ესეთი ინიციატივა, რომ ყველა ვინც კვეთს ჩვენს სახელმწიფოს საზღვარს, მას მიეცეს შესაბამისი ფორმა, სადაც იქნება ნათქვამი, რომ მე ვადასტურებ, რომ საქართველოს აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ ტერიტორიულ ფარგლებში და მოეწერა ამაზე ხელი. რომელიც სხვათა შორის არ იქნა გათვალისწინებული, ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი, ეს იყო ესეთი ინიციატივა თავის დროზე, სანამ ასე ვთქვათ, რაღაცა ეს კოშმარი დაიწყებოდა საქართველოში დემოკრატიის გაუქმების და აბსოლუტური, ასე ვთქვათ, რაღაც გადატრიალება ჩვენი საგარეო პოლიტიკის, იმიტომ რომ სინამდვილეში ქართული ოცნება ხო სხვა რაღაცისთვის ემზადება. მათ ხო ზუსტად იციან, რომ მოვა დრო, როდესაც რუსეთი მათ მოთხოვს აღიარებას დამოუკიდებლობის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების. ეს არის შემდეგი, რასაც რუსეთი მოსთხოვს ამ ხელისუფლებას და ეს არის ის, რასაც დღეს ისინი ვერ ბედავენ უბრალოდ. ამისთვის ემზადება ქართული ოცნება და ამისთვის ჭირდება ასეთი გამკაცრებული კანონმდებლობა, რომ ნებისმიერი მათი, ასე ვთქვათ, რეაგირება იყოს გამყარებული სწორედ საკანონმდებლო ბაზით. აი ჩვენ ხო ახლა დღეს როგორ მდგომარეობაში ვართ, რომ აი ეს ივანიშვილის წარმომადგენლები დარბიან, სადაც დაუძახებენ ყველგან ჩადიან და იქ ცდილობენ რომ ვიღაცასთან ფოტო გადაიღონ და ჩვენ მერე გვიმტკიცონ რომ მათ აქვთ რესურსი გადატვირთვა მოხდეს ურთიერთობების ამერიკის შეერთებულ შტატებთან თუ სხვადასხვა. ამის პარალელურად აი გავაანალიზოთ ხო რა ხდება. ამის პარალელურად ვრცელდება განცხადება, მე ხა ევროკავშირზე აღარ მაქვს საუბარი, რომელსაც ცალსახად აქვს ჩამოყალიბებული თავისი პოზიცია მათ შორის ევროპული საბჭოს მიერ მიღებული ოფიციალური დოკუმენტით, რომ შეჩერებულია საქართველოსთან ყველანაირი პროცესები, სანამ არ მოხდება კონკრეტულად ნაბიჯების გადადგმა დემოკრატიის, ასე ვთქვათ, უკუსვლის შეჩერების მიზნით და ჩვენ ნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ საქართველოს მხარისთვის არის ცნობილი, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ჩვენ მოხდეს რაღაცა საუბარი დაიწყოს ახალ ეტაპზე ურთიერთობების. აი ამ განცხადებებიდან 2 დღის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება იღებს კანონს, ხო, აინიცირებს კანონს პარლამენტში, რომელიც არის კიდევ ერთხელ ვამბობ, უზარმაზარი ნახტომი ამ ქვეყანაში დემოკრატიის სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიმართულებით, აი როგორ ფიქრობთ ახლა ეს ეხმარება თუ ხელს უშლის იმას, რეალურად რო კონდეს სურვილი ბიძინა ივანიშვილს, უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ივანიშვილზე, იმიტომ რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს სხვა იქ მინრას ფიქრობს. ივანიშვილს რეალურად რო უნდადეს დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა,
მიიღებდა თუ არა ესეთ კანონს არის ვერსია რომ შესაძლებელია ასეთი ასე ვთქვათ საკანონმდებლო ინიციატივებით ხდება რეალურად ყურადღების გადატანა უფრო მნიშვნელოვანიდან მათ შორის აი საგულისხმო არის ძალიან დღეს დაგეგმილი დებატები რომლის თემა არის ევროინტეგრაცია და საქართველოს ინტერესები ანუ როგორც ორი აბსოლუტურად განყენებული ხო ცნება რომელიც შესაძლებელია ერთმანეთთან არც იყოს თავსებადი ხო ამის წარმოჩენა ხდება გვესმის განცხადებები აფხაზეთის გავლით რკინიგზის შესაძლო აღდგენაზე რომელსაც პასუხობენ მხოლოდ საქართველოს რკინიგზის დონეზე რომ არ განიხილება თურმე ეს საკითხი მაგრამ შეიძლება არ განიხილებოდეს ტექნიკურად და იქ პოლიტიკური ტიპის საუბრებზე და განხილვაზე არაფერია ნათქვამი. დღეს ლავროვის მოადგილე გამოდის და ქართველებს მოუწოდებს რომ იქნებ დაფიქრდნენ რაღაცა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე. ანუ ეს ყველაფერი რა პროცესის ასე ვთქვათ ერთი პროცესია, რომელსაც ქვია საბოლოო დესუვერენიზაცია საქართველოს და საბოლოოდ, ასე ვთქვათ, მოქცევა ამ ქვეყნის რუსეთის გავლენის ქვეშ. მეტი არაფერი ამას არ ქვია. ეს ყველაფერი ერთი თამაშის ნაწილია, ნახეთ. იმიტომ რომ ყურადღების გადატანა კი არ ხდება. პირიქით, დღეს იწყება, ანუ პრობლემა რუსეთის ხო რა არის, ნახეთ. 2012 წლიდან საქართველოს მართავს მათი მოკავშირე პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რუსეთის მოკავშირე იყო. ის არასდროს არაფერი არ შეცვლილა. ის უბრალოდ შეიფუთა, ასე ვთქვათ, ყავდა იქ პროდასავლელი ხალხი მის გვერდში და მოატყუა, მარტივად რო ვთქვათ, მოატყუა ქართველი ხალხი 2012 წელს და დაეუფლა ქვეყანაში ძალაუფლებას. ეხლა პრობლემა რაში არის, რომ გავიდა 14 წელიწადი. 14 წელიწადია რუსეთი რეალურად მართავს ქვეყანას და ეს ვიღაცამ დაინახა მაშინ, როდესაც ანაკლიის პორტის ჩაშალეს, ვიღაცამ დაინახა მხოლოდ მაშინ, როდესაც რა ვიცი, ევროკავშირზე უარი განაცხადეს, ვიღაცამ დაინახა, როდესაც უკრაინის ომი დაიწყო, ვიღაცამ უფრო ადრე დაინახა, მაგრამ დღეს უკვე ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების ძალიან აშკარად ხედავს, რომ ჩვენ ვართ, როგორ გითხრა, პულტით მართვაზე რუსეთიდან. რუსეთი გვიწესებს ჩვენ დღის წესრიგს, რუსეთს არ უნდა რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს ქვეყანა, ამიტომ ჩაიხსნა ევროპის დღის წესრიგი, ანაკლი არ უნდა შენდეს, ანაკლი არ აშენდება და ხვალ სხვა დავალებები იქნება შესასრულებელი. ოღონდ პრობლემა რა არის რუსეთის? რომ ქართველი ხალხის განწყობა ვერ შეცვალა ამ წლების მანძილზე. ანუ ქართველი ხალხი რჩება ერთგული, ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით ქართველი ხალხი არის ერთგული ევროპული არჩევანის და აი გასული ეს რო ავიღოთ, რა ქვია, არჩევნების რო ავიღოთ, რა იყო ლოზუნგი ბიძინა ივანიშვილის არჩევნებამდე? ღირსებით ევროპისგან. ოღონდ ეს ამერე აღმოჩნდა, რომ არჩევნების მერე გამოაცხადეს, რომ არა, ევროპისგან აღარ მივდივართ და უღირსად მივდივართ რუსეთისგან. მაგრამ არჩევნები მოიგო რეალურად პროევროპულმა კოალიციამ, ანუ იმ ძალებმა, რომლებიც პროევროპულ დღის წესრიგს მისდევენ. და რა მოხდა რეალურად ამ წლებში? გაძლიერდა პრორუსული, ღიად პრორუსული ძალები ჩვენს ქვეყანაში? არა, ვერ ძლიერდება ეს მიმართულება, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეების დიდ უმრავლესობას თავარ საფრთხეთ მიაჩნია რუსეთი, მიაჩნია, რომ ევროკავშირში უნდა იყოს მისი ქვეყანა და ეს საზოგადოებრივი განწყობა არის ძალიან სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ დამპყრობელიც კი, ნებისმიერი დამპყრობელი რუსეთი იქნება თუ სხვა, მისთვის გაცილებით მარტივია მართოს ქვეყანა, სადაც რაღაცა კრიტიკული უმრავლესობა ხალხის მის აზრს ითვალისწინებს. ძალიან რთულია შენ მართო ქვეყანა სიტყვაზე, სადაც 80% უარს ამბობს დაგემორჩილო შენ პირდაპირ. ამიტომ ახლა დაიწყო შემდეგი ეტაპი, ასე ვთქვათ, აი რუსეთის მიერ საკუთარი პოზიციების გამყარების, რაც რისგან შედგება. ეკონომიკურად მათ უკვე შემოვიდნენ, ასე ვთქვათ, მათ შორის რუსეთის მხარის განცხადებები შემიძლია შეგახსენოთ დღეს გაკეთათ გუშინ, რამდენად დამოკიდებული გახდა რუსეთზე საქართველოს ეკონომიკა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად. ეკონომიკით საქართველო უკვე არის საგრძნობლად მიბმული. საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულია. ჩვენ დღეს ჩახსნილი გვაქვს ამერიკასთან ბიძინა ივანიშვილმა გაგვიუქმა სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და ეს იყო დიდი ხნის რუსეთის ამოცანა, ჩვენ არ გვქონოდა მსგავსი სტრატეგიული თანამშრომლობა, ეს აღარ გვაქვს.
ევროკავშირმა მოგცა კანდიდატის სტატუსი მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გააკეთა მაშინდელმა ხელისუფლებამ ივანიშვილის რეჟიმს გულისხმობ, რომ არ მიგვეღო, მაინც მოგცეს კანდიდატის სტატუსი და მე უბრალოდ უარი თქვეს თვითონ, თქვეს, რომ აღარ მისდევენ ამ დღის წესრიგს. ანუ საერთაშორისო იზოლაცია არის მომხდარი. ეხლა არის შემდგომი ამოცანა. პირველი ერთი ამოცანა ეს არის ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალის განადგურება, რომ ქართულ ხალხს უბრალოდ არჩევანი არ ქონდეს. ანუ არ იარსებოს პარტიამ, რომელიც არის პროევროპული დღის წესრიგის თქვენ შემდეგ არჩევნებზე რომ მიხვალთ, ბიულეტენზე უნდა დაგხვდეთ ბიძინა ივანიშვილი და კიდევ რამდენიმე მასზე უფრო ღიად რუსი, ასე ვთქვათ, არჩევანი, მათ შორის ასეთ ძალები ვხედავთ, რომ აქტიურდებიან ასპარეზზე. პროდასავლურმა ოპოზიციამ, როგორც ერთმა, არ უნდა იარსებოს და ამას უკავშირდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და პოლიტიკური ლიდერების სამართლებრივი დევნა. და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ასევე საზოგადოებრივი აზრის შეცვლა. ამას ემსახურება მათ შორის ის უკვე ღია დებატები, რომ ის რაც ასე ვთქვათ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპული დღის წესრიგი, რეალურად გვინდა თუ არა რომ ეს საერთოდ კონსტიტუციაში იყოს და ეს არის საზოგადოებრივ აზრზე უკვე ასე ვთქვათ манипуლირების და მასზე ზეწოლის მოქმედება და ამას უკავშირდება მე ყველაფერი სხვა არასამთავრობოების დევნა, უნივერსიტეტების დამოუკიდებლობის ასე ვთქვათ შეზღუდვა და გაუქმება, მათ შორის ილიას უნივერსიტეტს ფაქტიურად აუქმებენ. ანუ ყველა პროდასავლური საყრდენი, რაც ამ ქვეყანაში არსებობდა, პოლიტიკაში, საზოგადოებაში, განათლებაში, მედიაში, უნდა მოიშალოს, რომ მოსუფთავებულ ველზე უკვე წავიდეს იმ მიმართულებით ურთიერთობები რუსეთთან, რომელსაც თქვენ ბრძანებთ. რა შეუძლია ამას დაუპირისპიროს ოპოზიციამ? აი თქვენ ახსენეთ, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებში რეალურად გაიმარჯვა პროევროპულმა კოალიციამ. შეკითხვა მიჩნდება, რა დარჩა იმ პროევროპული კოალიციისგან, არა ცალკეული პარტიებისგან. თქვენ თქვით, რომ ახლა შემდეგი ამოცანაა ქართული ოცნებისა, რომ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები გაანადგუროს და როცა შემდეგ არჩევნებზე მივა ამომრჩეველი, იქ ბიძინა ივანიშვილისა და ფსევდოოპოზიციური პარტიების გარდა რეალურად სხვა არჩევანი არ ქონდეს. როდესაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა ოპოზიციური პარტია ერთად თუ ცალ-ცალკე ამბობდა იმას, რომ წინააღმდეგობა უნდა გაძლიერდეს, მე მაინტერესებს თვითონ ოპოზიცია როგორ აპირებს წინააღმდეგობა გაუწიოს ქართულ ოცნებას. შეეცადოს მაინც შეეწინააღმდეგოს მისი გეგმის ასე ზუსტად და ზედმიწევნით განხორციელებას. ნუ ახლა მე არ ვარ უფლებამოსილი კიდევ ერთხელ ვისაუბრო მთელი ოპოზიციის სახელით. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ და ჩვენ რასაც ვაპირებთ, არის ის, რომ მიუხედავად იმ უზარმაზარი ზეწოლისა, რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტიაზე, მიუხედავად ამ წნეხისა, სამართლებრივი და სხვა, ჩვენ ვაგზელებთ პარტიულ ფუნქციონირებას, მათ შორის გვაქვს, ასე ვთქვათ, ბევრი გეგმები პარტიის შიგნით რეორგანიზაციის, პარტიული გაძლიერების. ჩვენ ვაგრძელებთ იმას, რომ ვესაუბრებით ქართულ ხალხს იმ დღის წესრიგზე, რომელიც აწუხებს ქართულ ხალხს, იმიტომ რომ გარდა ამ დიდი გეოპოლიტიკური კონტექსტისა, რომელიც რა თქმა უნდა ქართულ ხალხს აწუხებს და აწუხებს, იმიტომ რომ იცის, რომ ეს გეოპოლიტიკური კონტექსტი უკავშირდება მისი ყოველდღიური ცხოვრების პრობლემებს და გამოწვევებს. ეს უმუშევრობა იქნება, მაღალი ფასები თუ სხვა და სხვა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პოლიტიკური დღის წესრიგით ხალხთან ურთიერთობას და ვაგრძელებთ მათ შორის იგივე მონაწილეობას პროტესტში, როდესაც ეს პროტესტი არის, ასე ვთქვათ, აქტიური. ვფიქრობ, რომ ეს არის ის შეუპოვარი, ასე ვთქვათ, ბრძოლა, რომელიც დღეს უნდა აჩვენოს ყველამ ოპოზიციაში და მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ჩვენ, როდესაც აი ხშირად გვესმის ოპოზიციის კრიტიკა და ამავე დროს მე მგონი ავიწყდებათ ადამიანებს და ნუ ახლა კი არ წუწუნებ, ასე ვთქვათ, მაგრამ რეალობა ის არის, რომ დღეს ოპოზიცია, პროდასავლური ოპოზიცია ამ ქვეყანაში არის წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ და ის, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, მათ შორის ჩვენი ძალისხმევით შევძელით ის, რომ დღემდე, ასე ვთქვათ, ჩირაღდანი ანთია ამ ქვეყანაში თავისუფლების და დემოკრატიის, ამაში არის არც თუ ისე დიდი წვლილი, არც თუ ისე პატარა წვლილი, ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიებისაც, მაგრამ რა თქმა უნდა, იმის პარალელურად, რომ ჩვენ ვაგრძელებთ, ასე ვთქვათ, ჩვენ პარტიულ საქმიანობას, სანამ გვაქვს ამის შესაძლებლობა და არ არის აკრძალული პარტია, ამის პარალელურად ცხადია, რომ კოორდინაცია უნდა გაგრძელდეს დიდ თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუციების
ასე ვთქვათ, გაუქმების ცდელობას და ამ თვალსაზრისით ჩვენ ყოველთვის მონაწილეობდით ზოგად საზოგადოებრივ პროცესებში და ვაპირებთ რომ გავაგზავნოთ. რომ ერთმანეთთან საუბრის პრობლემა არ გაქვთ, მაგრამ ფაქტია რომ შეთანხმება ვერ ხერხდება. ირაკლი კუპრაძემ გააკეთა განცხადება, რომ ლელო არ გახდება არანაირი ერთობის ნაწილი უახლოეს მომავალში. ეს არც განიხილება, ვაგრძელებთ სვლას დამოუკიდებელი ხაზით. ანუ ეს არის თქვენი პოზიცია აი ამ ოპოზიციურ ერთობასთან თუ შეთანხმების დოკუმენტთან დაკავშირებით. თუმცა აი ამ პროცესში ჩართული პარტიები, ვინც მზად არის ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას, ამბობენ, რომ იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც არ გახდება ამ შეთანხმების ნაწილი, მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. ეს იქეთ იყოს. ყველა ხომ ცალ-ცალკე თუ ერთად თანხმდება იმაზე, რომ ამ ვითარებაში, როდესაც აი ესეთი გააფთრებული ბრძოლა აქვს გამოცხადებული ქართულ ოცნებას პროდასავლურ ოპოზიციებთან, ცალ-ცალკე ვერავინ ქართულ ოცნებას ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. დასავლეთსაც კი ასჭირდება საქართველოში პოლიტიკური ალტერნატივა, ვისაც დაინახავს ვისაც დაეხმარება, ვისაც იმედებს დაამყარებს თუ არ ვიცი პოლიტიკურ ფსონს დადებს, მოკლედ როგორც არის, რასაც ამ ეტაპზე ვერ ხედავს. და ვერ ხედავს იმიტომ, რომ ზოგი სააკაშვილის ფაქტორის გამო, ზოგი რაღაცა პირადი შეუთანხმებლობის გამო ვერ ახერხებს თუნდაც დიდ თემებზე ერთიან მოქმედებას. ანუ არ თვლით, რომ თქვენ ცალკე ლელო ვერ შეძლებთ გაუწიოთ ახლა ის წინააღმდეგობა, რომელიც ამ ეტაპზე არის საჭირო და აი როგორც ამბობენ, იღებთ თუ არა თქვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რადგან არ უერთდებით აი ამ ოპოზიციურ ერთობას. პირველ რიგში ჩვენ ასე იგი იცი რა ძალიან ბევრჯერ უკვე არ ვიცი წლებია მე პოლიტიკურ აქტიურ ცხოვრებაში ვარ და წლებია არის რაღაცა ინიციატივები გაერთიანების, ხან რაღაც მემორანდუმს ვაფორმებ და ხან და შედეგი ამ ყველაფრის სამწუხაროდ საზოგადოებამ ვერ დაინახა. ამიტომ ჩვენ მათ შორის თავადაც არაერთხელ ყოფილვართ მონაწილეც და ინიციატორიც მრავალჯერ სხვათა შორის საერთო ფორმატების შემუშავების და საერთო ფრონტის გზით მოქმედების. ნუ სამწუხაროდ მე ვიტყოდი რომ არ მინდა შევიდე დეტალებში, ახლა რატო ვინ როგორ და აპირებენ გაასაჯაროონ, რა მოხდა, რატომ თქვით ჩვენ არასდროს არავის თავს არ ვესხმით, მათ შორის შეგახსენებთ, რომ უბინძურესი კამპანია აწარმოეს ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენ პასუხსაც კი არ ვცემდით იმ ხალხს, ვინც თავს გვესხმოდა აბსოლუტურად დაუმსახურებლად და დღევანდელი გადასახედიდან მე ვფიქრობ, რომ ადამიანი თუ ოდნავ რაციონალურია უნდა ხვდებოდეს ჩვენი წინადადება ადგილობრივ არჩევნებზე დიდი გაერთიანების შექმნის თაობაზე, რატო იყო ესეთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც ვერ ავითვისეთ სამწუხაროდ სხვადასხვა პოზიციების გამო, მაგრამ ნუ წარსულზე ნუ ვისაუბროთ, მაგრამ წარსულიდან რაღაც დასკვნების გამოდანა არის შესაძლებელი. წარსულიდან დასკვნა რაც გამოდანილია არის ის, რომ ზოგად ამოცანებზე შეთანხმება არსებობს ოპოზიციაში. ესეთი შეთანხმება არაერთხელ იქნა გაფორმებული, მათ შორის საპრეზიდენტო ქარტიასთან დაკავშირებით და სხვადასხვა. ახალი არ არის არაფერი ახალი, არანაირი ახალი შეთავაზება მე ვერ ვხედავ, რომ დღეს არსებობს, რომელიც რამეს დაამატებს უკვე იმ ასე ვთქვათ, დიდ თემებზე რაღაც შეთანხმებას, რომელიც არსებობს ხო ოპოზიციაში. ანუ სამოქმედო გეგმა არავის შემოუთავაზები, არავის უთქვამს, რომ ამ დიდი ასე ვთქვათ, ხარტიაში ჩამოთვლილი პრინციპების გარშემო ხომ ვარ შეთანხმებული. კი და არაფერი ახალი, ჩვენი აზრით არაფერი ახალი დღეს არ ხდება. ამიტომ არის თქვენთვის აი ამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე არ იყო საკმარისი. არა, ხარტიაში რაც არის საკმარისია ეს, რომ ჩვენ საერთო პრინციპებზე თანხმდებით. რაც შეეხება ახლა იმას, რომ ვიღაცამ ცალ-ცალკე ეს არის თქვენი პოზიცია. არა, ჩვენი პოზიცია არის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ გავაუქმოთ ჩვენ თვითონ ჩვენი პარტია და ვთქვათ, რომ ეს პარტია აღარ არსებობს. ჩვენთვის მოთხოვნა?
არა, არ ვიცი გაერთიანება რას გულისხმობს. პარტიული ნიშნით გაერთიანება, ნიშნავს მე და თქვენ პარტიულად თუ გავერთიანდეთ, თქვენ უნდა გააუქმოთ თქვენი. ეს საუბრები ძირითადად მომდინარეობს და საჯაროდ აქამდე აი ასე მკაფიოდ არ გამოსულა. ჩვენ რო ვერ ვხედავთ რომ რაიმე ახალი ხდება ისეთი რომელზეც უნდა დროშა დავიჭიროთ და გამოვაცხადოთ რომ ეს არის სიახლე, იმიტომ რომ არ გვინდა კიდევ ერთი იმედგაცრუება საზოგადოების გამოვიწვიოთ. ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. საერთო ეროვნულ ამოცანებზე და საერთო მათ შორის გამოწვევებზე, რაც მე აღწერე პირველ ნაწილში ჩვენი საუბრის, რაც დღეს უდგას ამ ქვეყნის დემოკრატიას, ჩვენ ვთანხმდებით ყველასთან, რომ არის დასასრულებელი ქვეყანაში, აი ეს ასე ვთქვათ, ეს იერიში დემოკრატიული ინსტიტუტების გაუქმებაზე. ამაზე ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ პოზიციონირებაში არანაირი პრობლემა არ გვაქვს არავისთან კოორდინირების. რაც შეეხება პარტიულ დღესწესრიგს, ანუ იმას, რომ ჩვენ როგორ ვემუშავებით საზოგადოებას და მათ შორის ელექტორატს, მათ შორის იმ ხალხს, რომელმაც ხმა უნდა მოგცეს და კონკრეტულად ენდოს ჩვენს პარტიას, ხო? ამ თვალსაზრისით ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დღეს გвთქვათ, რომ ლელო აღარ იარსებობს როგორც პარტია. არა, ჩვენი ამოცანა არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება თავს გვესხმის, ცდილობს აგრძელოს ჩვენი პარტია, ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი პარტია გავაძლიეროთ. ანუ დაინახეთ, რომ ამ ერთობაში გაწევრიანებით თქვენი პარტიული დღის წესრიგი უნდა შეგეცვალა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი სიახლეს მე დღეს ვერ ვხედავ რაიმე შემოთავაზებას, რომელიც მოითხოვს, რომ მე გადავხედო ჩემი პარტიის ამოცანებს პარტიულად. და პარტია უნდა გაძლიერდეს და მათ შორის დემოკრატიის გაძლიერება ამ ქვეყანაში ჩემი აზრით სწორედ იმაზე დგას, რომ პარტიები იყოს ასე ვთქვათ გადარჩნენ, იმიტომ რომ ხო რეალობა ეს არის, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა იერიში გამოაცხადა ყველა დემოკრატიულ პროევროპულ პარტიაზე და პარტიის გადარჩენა და მის გაძლიერება დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ან დაინახეთ, რომ თქვენ ცალკე უფრო გაძლიერდებით და მეტს შეძლებთ, ვიდრე აი ამ ერთობაში ყოფნით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი სიახლე დღეს, არაფერი სიახლე საზოგადოებას თუ ვინმეს აქვს რაიმე სიახლე შესათავაზებელი, ალბათ გამოვა და გააცნობს, ხო, ამ გეგმებს. ჩვენ ვერ ვხედავთ რეჟიმში ვართ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რაიმე ისეთი სიახლე არის, რომელიც გააძლიერებს ქართველი ხალხის ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ და ამ მოცემულობაში ჩვენ არავის ხელს არ უკრავთ. ჩვენ ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის დიდი საზოგადოებრივი ერთობა რეჟიმის წინააღმდეგ საერთო, ასე ვთქვათ, დიდ ამოცანებთან დაკავშირებით ეს ყოველთვის ჩვენ ამას ხელს უწყობდით, მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა გავაუქმოთ საკუთარი ჩვენი პარტიული დღესწესრიგი, იმიტომ რომ ეს პარტიული დღესწესრიგი და მისი გაძლიერება მიგვაჩნია ფუნდამენტურად მნიშვნელოვნად იმისთვის, რომ მივაღწიოთ იმ დიდ ამოცანებს, რომელსაც დია ყველა ერთად ვიზიარებთ. მადლობა სალომე სამადაშვილს, პარტია ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო, ჩვენი გადაცემის სტუმარი. პარტია გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური უნდა შემოგვიერთდეს. ანა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთან დავიწყებდი, გამარჯობა ანა, თქვენთან დავიწყებდი. მადლობა თქვენ. პირიქით, თქვენ მადლობა. თქვენთან დავიწყებ საუბარს, რადგან გვიან მოდის ხმა დავსვავ შეკითხვას და შემდეგ ამომწურავ პასუხებს მოვისმენ. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციით მინდა დავიწყო, თქვენ გააჩინეთ მოლოდინები გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა, რომ ამ კონფერენციის დასრულების შემდეგ ჩვენ გვეცოდინებოდა რა მიზნით მონაწილეობდა გიორგი გახარია ამ კონფერენციაში და ექნებოდა თუ არა მას და მისი მონაწილეობის კონკრეტულ შედეგებს გაგვაცნობდით, მათ შორის თქვენმა თანაგუნდელმა ეს ჩემთან პარასკევს გადაცემაში დაანონსა. აი შეგიძლიათ თუ არა ახლა გვითხრათ რა ასე ვთქვათ მისიით ჩავიდა ის და როგორი იყო მისი დღის წესრიგი ამ კონფერენციის ფარგლებში. დიდი მადლობა ემა ჩართვისთვის და ამ შესაძლებლობისთვის. ნამდვილად დღეს მსოფლიოს ყურადღება შეიძლება ასე ითქვას, რომ უახლოესი 3 დღის განმავლობაში, ბოლო 3 დღის განმავლობაში იყო მიუნხენში მიმართული, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, სადაც მსოფლიოს ლიდერები იღებენ მონაწილეობას და წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოდან ოპოზიციური სპექტრიდან იყო მხოლოდ მიწვეული გიორგი გახარია,
ნამდვილად როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და როგორც პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე და როგორც გიორგი გახარია ადამიანი, რომელმაც საკუთარი საქმიანობით ჯერ კიდევ წლების წინ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისას მოიმპოვა ის ნდობა, რაც დღესაც მოყვება მიუხედავად იმ ცდილობებისა, რაღა მცდელობები ხო თქვენ იცით რომ ორი შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმე აღძრული გახარიას წინააღმდეგ ამ ყველაფრის მიუხედავად, იმიტომ რომ თელმა მსოფლიო მიცის რომ ამ შეთითხნილ სისხლის სამართლის საქმეებს კანონთან არაფერი საერთო არ აქვს, არამედ არის ივანიშვილის ვენდეტა გახარიას წინააღმდეგ, ეს იცის ყველამ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც და შესაბამისად ის ნამდვილად იყო მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში მის შეხვედრებსაც შეეხება მას სხვათა შორის წინა წელსაც იყო გიორგი გახარია მიუნხენში წელს კიდევ უფრო საინტერესო და კიდევ უფრო მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა თუმცა ჩვენ ეს რაღაცა პიარზე გათვლილი ნამდვილად არ გქონდა ჩვენ კი ვნახეთ ბოჭორიშვილმა ფოტოები გამოფინა მაგრამ ქვეყნისთვის სამწუხაროდ ვერაფერი წამოიღო იქიდან რაც შეეხება გახარიას შეხვედრას მას ჰქონდა რამოდენიმე ვიცე-პრემიერთან საგარეო საქმეთა საქმიანი ვიზიტის ნაწილია ანა ხომ ანუ არ არსებობს ასეთი ფოტო და ვიდეო მასალა უბრალოდ არა ყოველთვის არა ყოველთვის მაშინ შეგიძლიათ უბრალოდ აი ფოტოს და დოკუმენტური დოკუმენტური მტკიცებულებების გარეშე უბრალოდ აი მოგვიყვეთ ვის შეხვდა რაზე ისაუბრა იმიტომ რომ აი შალვა პაპუაშვილის განცხადება იცით ალბათ ხომ რომ შავი იუმორის ფეროა რომ ბრალდებული პირი უსაფრთხოების კონფერენციაზე ასე ვთქვათ უნდა აღმოჩნდეს რომ ასე დაპატიჟება ბევრი გვინახავს და გაიხსენა ხაზარაძის ყოფნა ტრამპის ინაუგურაციაზე. ამას შეადარა. თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ ამის საპირისპიროდ? შალვა პაპუაშვილი მხოლოდ ერთ კომენტარს გავაკეთებდი. შალვა პაპუაშვილი თვითონ მთლიანად შავი იუმორის სფეროა. მე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ როგორც ჩანს კომპეტენციაც არ ყოფნის და წარმოდგენა არ აქვს საერთოდ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია რა არის. ამიტომ შალვა პაპუაშვილი თვითონ თავიდან ბოლომდე არის შავი იუმორის სფერო. ეხლა საქმეს რო დაუბრუნდეთ და ცოტა უფრო სერიოზულად, ვისაც წარმოდგენა აქვს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ვის იწვევენ და როგორ ხვდებიან აქ ადამიანები. გიორგი გახარიას როგორც გითხარით, ჰქონდა რამოდენიმე შეხვედრა, უბრალოდ შეხვედრა რამოდენიმე ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან, ადამიანებთან, რომლებიც დღეს ქმნიან პოლიტიკას, როგორც ევროკავშირში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა იყო მთავარი გზავნილი. ეს აინტერესებს ალბათ პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს. ხო, ანუ რას ესაუბრებოდა გიორგი გახარია, ხა დეტალებზე ბუნებრივია არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ეს დახურული შეხვედრებია, როგორც თქვენც კარგად გესმით, მაგრამ მთავარი გზავნილი გიორგი გახარიასი იყო რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად აი ამ არაკომპეტენტური, უვიცი და მავნებლური, მიზანმიმართული, დამაზიანებელი საგარეო პოლიტიკისა ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ამ ყველაფრის მიუხედავად პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ საქართველოს დღის წესრიგში ჩვენი პარტნიორებისთვის, ანუ ცივილური სამყაროს დღის წესრიგში დღეს აუცილებლად იყო შენარჩუნებული და რატომ? იმიტომ რომ მათ შორის დარწმუნებული ვარ ემა თქვენ უყურებდით და მოусმენდით კიდევაც იქ იყო რუბიო, იქ იყო მაკრონი, მერცი, არ მინდა ვინმე გამომჩეს მსოფლიოს ლიდერები ეხლა ფაქტობრივად ხდება ახალი ესე ვთქვათ მსოფლიოს უსაფრთხოების პოლიტიკის გადალაგება განსაზღვრა. აი ამ დღის წესრიგიდან თუ საქართველოს გაქრება და რისი მიზანიც აქვს ივანიშვილს და საბოლოო ჯამში ეს მიზანი ამოძრავებს ხო ჩვენს მტერს ოკუპანტს რუსეთს თუ აი ამ მოლაპარაკებებში საქართველოს დღის წესრიგში საერთოდ არ იქნება ეს ნიშნავს უახლოესი დეკადების 20-30 წლის პერსპექტივის დაკარგვა ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენი მთავარი გახარიას მთავარი გზავნილი მიუნხენში, როდესაც მას ჰქონდა უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან შეხვედრები, ეს იყო რომ მეგობრებო, არ დატოვოთ საქართველოს მარტო და შეინარჩუნეთ და შევინარჩუნოთ ყველამ ერთად საქართველოს ცივილური სამყაროს დღის წესრიგში.
ამიტომ იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახარიას მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე ყოფნა და მე მართლა ვამაყობ და მიხარია, რომ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ეს გზავნილების სწორ ადრესატებამდე მიგვეტანა. ეს იყო მთავარი, ესე ვთქვათ, აი ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოსთან ჩვენთან მიმართებით. ზოგადად გლობალურად კი იცით ანა მესმის აბსოლუტურად, მაგრამ ამ თქვენს ნათქვამს ალბათ კიდევ უფრო მეტად გაამყარებდა სწორედ ამ შეხვედრების ამსახველი, არ ვიცი, ფოტო, ვიდეო მასალა, ანუ შეგიძლიათ არა ყოველთვისო თქვენ თქვით, რომ ყოველთვის არ ახლავს გაშუქების ესა თუ ის ფორმა ასეთი ტიპის შეხვედრებს. რით იყო ამჯერად განპირობებული, რომ თქვენ გიორგი გახარიას ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტები არ ასახეთ და არ დაადოკუმენტირეთ. რით იყო ეს განპირობებული? ხომ არა თუნდაც აი იმ სამართლებრივი სტატუსით, რომელიც მას აქვს, იმიტომ რომ თქვენ კი არ გინდათ შალვა პაპუაშვილზე საუბარი, მაგრამ აქცენტირებულად იყო ნათქვამი, რომ ის არის ასე ვთქვათ ძებნილი, ის არის ბრალდებული, რომ ასე ვთქვათ მას თავშესაფარი მისცა ბერლინმა, რომ მეტიც თურმე ბერლინში ის სტიპენდიას იღებს და ეს რაღაცა პოლიტიკოსის დაფინანსების ახალი ფორმა მოძებნა ამ შემთხვევაში გერმანიამ. არ ფიქრობთ, რომ ამ ბრალდებებს უნდა უპასუხოთ თქვენივე ამომრჩევლის ინტერესებიდან გამომდინარე? ემა, ჩემივე ამომრჩევლის ინტერესებიდან გამომდინარე ვსაუბრობ, მე ეხლა ამ წუთას და მათ ვესაუბრები პირველ რიგში, იმიტომ რომ თითოეულ მათგანს ძალიან დიდ პატივს ვსვამ და ზოგადად საქართველოს მოქალაქეებს ვესაუბრები ახლა და არა შალვა პაპუაშვილის რაღაცა ისტორიულ ბრალდებების პახსუს არ ვაპირებ ნამდვილად. ერთადერთი შალვა პაპუაშვილის ადგილას იმაზე ვიდარდებდი და იმაზე ვინერვიულებდი ემა, მთელმა მსოფლიომ რო იცის მათ მიერ შექმნილი სასამართლო სისტემა სინამდვილეში ადამიანების ჩაქვრას და პოლიტიკურ დევნას რო ემსახურება, მთელმა მსოფლიომ რო მიცის და ამისი დასტურია ზუსტად რომ ყველა მიცის გახარიას წინააღმდეგ რო შეთითხნილი საქმეებია და ზუსტად ამ ყველაფრის მიუხედავად რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იქნა მიწვეული და ხვდებოდა იმ ადამიანებს, ვისაც ხვდებოდა. ამაზე ვიდარდებდი, რომ პაპუაშვილებს და კოლექტიურ პაპუაშვილებს ადრე თუ გვიან პასუხისგება მოუწევთ აი ამ უკანონობისთვის და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვისთვის, რასაც დღეს ისინი ჩადიან. აი ამაზე ვინერვიულებდი შალვა პაპუაშვილის ადგილას. რაც შეეხება რატომ გადაწყვიტეთო, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის პირველი შემთხვევა ემა, როდესაც გიორგი გახარიას აქვს უმაღლესი დონის შეხვედრები, რაც ჩვენ არ გაგვიპიარებია. იმიტომ რომ გახარიას თვითმიზანი პიარი არასდროს არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტაქტიკა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, ამ ტაქტიკას მივყვებით. ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ყავს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ალბათ დავეთანხმებით, კოლექტიური ბოჭორიშვილები და კოლექტიური ბოკუჩავები, რომლებიც ფოტოების გადასაღებად დადიან საერთაშორისო პარტნიორებთან და ჩვენი თვითმიზანი ეს არასდროს არ ყოფილა. ამიტომ ლაპარაკობ მე შინაარსზე და საქმეზე. მთავარი გზავნილი რა იყო გახარიასი უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან, ჩვენს პარტნიორებთან იყო ის, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფო შენარჩუნდეს აი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რასაც ქვია გლობალური უსაფრთხოების სისტემის, ახალი არქიტექტონიკის, ახალი სისტემის, ესე ვთქვათ, ჩამოყალიბების პროცესში საქართველოს მოხდეს ცივილურ მხარეს და არ დარჩეს მარტო იზოლირებული, იმიტომ რომ ემა თქვენ ძალიან კარგად გესმით, რომ დღეს თუ საქართველოს აი ამ პროცესში, ამ დღის წესრიგში არ იყო და თუ მხოლოდ იმის იმედად იქნება ვინმე ბოჭორიშვილი ფოტოებს კოხტა ჩაცმული ევროპაში ნაყიდ ტასაცმლით ვისთან გადაიღებს, ნუ ცუდად ყოფილა მაშინ ხო ჩვენი საქმე. ამიტომ მე მართლა მიხარია და ვამაყობ პირველ რიგში როგორც საქართველოს მოქალაქე, რომ გიორგი გახარიას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს აქვს ისეთი შესაძლებლობები და ისეთი ურთიერთობები ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებთან, რომ მიესწრება ამ ადამიანებთან და ეს ადამიანები მას უსმენენ. ანა, მესმის და ამაში მესმის, ანა, მესმის და გახარიას ბიოგრაფიიდან გამომდინარე ეჭვიც არ მეპარება, რომ მას შეუძლია კომუნიკაცია მაღალი თანამდებობის პოლიტიკურ პირებთან ევროპაში, მაგრამ არც
რაც მხოლოდ გახარიას, ასე ვთქვათ, სურვილი, საუბარი, მოწოდებები ევროპელებისადმი კმარა იმისათვის, რომ რაღაც შენარჩუნდეს, ასე ვთქვათ, ის ურთიერთობები, რომელიც 10 წლეულის განმავლობაში შენდებოდა საქართველოსა და ევროკავშირს და ზოგადად დასავლეთს შორის, ხო? ანუ ხო ვერ ვიქნებით გახარიას ამ შეხვედრების იმედად. საერთოდ საქართველოს, ანუ ნახეთ, მაგრამ გახარი არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ამის რესურსი გააჩნია, ამითი დადასტურდა, როდესაც ის იყო ერთადერთი მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრიდან, რომელიც მიწვეული იქნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და ამან გამოიწვია მათ შორის აგრესია ნაცური დნმ-ის მქონე პოლიტიკოსებში, რაც არაერთხელ გამოუწვევია. ეხლა ამ ადამიანების იმედად, რა ვიცი, ჩემი მტერი იყოს. ამიტომ რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის ძალისხმევა სამწუხაროდ საკმარისი არ არის, ეს უნდა იყოს ერთობლივი ძალისხმევა. ერთობლივი ძალისხმევა როგორც ქართველი ხალხის, იმ პოლიტიკოსების, ვისაც აქვთ და იმ ლიდერების, ვისაც აქვთ გამოცდილებაც, ნდობაც ჩვენი პარტნიორების და პროფესიონალიზმის ყოფნით, რომ ესაუბრონ ჩვენს პარტნიორებს საქართველოს ინტერესებში და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების ძალისხმევაც მნიშვნელოვანია. ის სხვათა შორის აქვე მინდა მაგალითად გამოვეხმაურო ზუსტად აი ამ დღეებში, როდესაც ეს მიუნხენის კონფერენცია მიმდინარეობდა, თქვენ ნახავდით, რომ ესტონეთმა სამწუხაროდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ელჩი გადაიყვანოს სომხეთში. მე თქვენი ეთერითაც მინდა დავადასტურო კიდევ ერთხელ ჩემი პირადი უდიდესი პატივისცემა ესტონეთის ელჩისადმი პერსონალურად, თუმცა ამ ეთერის საშუალებითაც მინდა ვთქვა ჩვენი გუნდის პოზიცია, რომ სამწუხაროდ აი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები მაინც და მაინც ჩვენ, ესე ვთქვათ, საერთო მიზანს არ ეხმარება, იმიტომ რომ ზუსტად ეს უნდა ივანიშვილს, რომ იზოლირებული იყოს, ესე ვთქვათ, ესე მარტო დარჩეს საქართველოს მიზანი ხომ ეს არის, იმიტომ რომ ძალიან მარტივია ემა შეხედეთ, აი კიდევ უფრო ესე ვთქვათ, ადამიანურ ენაზე რო ვთქვა, ხო და არ ვისაუბროთ რაღაცა საერთაშორისო პოლიტიკის ენაზე. ახლა როდესაც ახალი წესები დგინდება, გლობალური წესები და ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებაში ყავს ოცნება, რომელიც აქეთ პირიქით ლანძღავს, თავს ესხმის ჩვენს პარტნიორებს, მერე უტიფრად კოლექტიური ბოჭორიშვილები დადგებიან და ფოტოს გადასაღებად ჩამოუდგებიან იმ ადამიანებს, ვისაც ლანძღავენ, თან წარმოიდგინეთ უტიფრობის პიკი. მერე ამ ფოტოებს დაატარებენ, თითქოს ეს არის საქმის კეთება, რომ პროპაგანდა მერე აჩვენოს ეს ამომრჩევლოს და მოატყუოს ეს ხალხი, იგივე რომ გაიხსენოთ მაგალითად რამდენიმე დღის წინ როდესაც JD Vance სპორტული ღონისძიებების ზამთრის ოლიმპიადის გახსნას და მიადგნენ და ფოტო გადაიღეს JD Vance-თან. თუმცა ირაკლი კობახიძე თქვა, რომ მართალია რამდენიმე წუთიანი, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია იყო, მაგრამ აქვთ მოლოდინი, რომ შეიქმნება, დაიწყება მოკლედ მუშაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. და გავიხსენოთ, რომ JD Vance-ის შეხვედრას წინ უსწრებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. შემდეგ გავიგეთ, რომ მამკა მდინარაძე იქ ყოფილა. საგარეო საქმეთა ხო, გაიგეთ არა, ჩვენ თქვით ეს ამბავი და მე იძულებულები გახდნენ ჩუმად რო იყო გაპარული მორიგი შიკრიკი მდინარაძე, სანამ ჩვენ არ ვთქვით, თვითონ უმალავდნენ ამას საზოგადოებას. ესეც მაჩვენებელია, ჩუმად რო ყავთ გასაგზავნი ოფიციალური პირები, მაგრამ რაც შეეხება JD Vance-ის ნაწილს, ჯერ ერთი მოადგილეს უნდა გამოვეხმაურო, მინისტრის მოადგილის, ესე ვთქვათ, შეხვედრების დონეს ვამბობ, უფრო მეც თუ ვერ გზავნიან, ეს საშინელებაა, უფრო მაღალ ლეველს, ესე ვთქვათ, უფრო მაღალი დონის წარმომადგენლებთან, როდესაც არ აქვთ კომუნიკაცია, ეს საშინელება არის. ეს ერთი. მეორე, JD Vance-თან ფოტოზე მინდა აუცილებლად კომენტარის გაკეთება. მე გავახსენებ ჩვენს მაყურებელს, როდესაც ზარზეიმით მაკამ ეს რაღაც ფოტოები გამოფინა, აი იქიდან რამდენიმე საათში თუ რამდენიმე დღეში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე მეორე ადამიანია ფაქტობრივად JD Vance, ხო? ჩამოსული იყო რეგიონში, ჯერ იყო სომხეთში ჩასული, იყო აზერბაიჯანში.
თქვენ გახსოვთ ემა, თქვენ რამდენი ხანია პოლიტიკას აშუქებთ, ხო? მათ შორის საერთაშორისო მიმართულებას. თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ შემთხვევა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი რეგიონში ჩამოდის და საქართველოში არ ჩამოვიდა. ესეთი რამე გახსოვთ? ესეც ხო პოლიტიკური გზავნილია. ამიტომ ფოტოების გამოფენას ევროპაში ნაყიდით 60-ით ლამაზი კოხტა 60-ით აი ამ ფოტოების გამოფენას ურჩევნიათ რომ საქართველოს ინტერესებში დაელაპარაკონ ჩვენს პარტნიორებს და სტრატეგიულ მოკავშირეებს და სხვათა შორის ზუსტად აი ამ ოცნების დამსახურება სტრატეგიული პარტნიორობა რო აქვს გაჩერებული ამერიკის შეერთებულ შტატებს და აქვე გაგახსენებთ სულ რამდენიმე წლის წინ მე მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი ვიყავი და მახსოვს ის ემოციები რამხელა თემა იყო ხო მე როგორც თანამშრომელი ჩემთვის როგორც საჯარო მოხელისთვისაც საამაყო იყო, როდესაც გახარია იყო პრემიერი და ამერიკის შეერთებული შტატების ფაქტობრივად საგარეო საქმეთა მინისტრი არის, ხო? მაშინდელი პომპეოზე მაქვს საუბარი, ჩამოვიდა საქართველოში. აი ამ დონის ვიზიტები და პარტნიორობა გქონდა ჩვენ გახარიას პრემიერობის დროს და ახლა ის დარჩათ მხოლოდ რომ ფოტოები პროპაგანდას უტრიალონ იმ ადამიანებთან გადაღებული ფოტოები, რომელსაც თან ლანძღავენ, აი ყველაფერს რო თავი დავანებოთ პოლიტიკას რო დავანებოთ თავი დიპლომატიის ელემენტარულ წესებს რო დავანებოთ ბატონო მაგრამ პომპეოს განცხადებაც გვახსოვს რომელიც საქართველოს მოუწოდებდა პომპეოს განცხადებაც გვახსოვს მაშინ გაკეთებული რომელიც მოუწოდებდა რომ ანაკლიის პორტი უბრალოდ ჩინური და რუსული გავლენების ქვეშ არ მოექცია საქართველოს ხელისუფლებას და სრულად ვიზიარებით მაშინაც და ახლაც ამ განცხადებას სრულად და ანაკლიის პორტზე მე მგონი საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება გახსოვთ ყველა ანუ მაშინ რატომ დასჭირდა პომპეოს მაშინ ასეთი განცხადების გაკეთება როგორც ჩანს რისკებს ხედავდა მაშინაც იზიარებდით იმ გადასახედიდან ანუ რაში დასჭირდათ პომპეოს მაშინაც ამ განცხადებას სრულად ყოველთვის გიორგი გახარია და გიორგი გახარიას გუნდი თვლიდა რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენებული იყო და უნდა აშენდეს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. ყოველთვის ეს იყო პოზიცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ის რომ გიორგი გახარიას აი ეს ნდობა მოპოვებული ჰქონდა თავისი საქმიანობის გამო ჩვენს პარტნიორებთან, იმიტომ არის დღეს რომ შეთითხნილი საქმეების მიუხედავად აი ამ სამარცხვინო საქმეების მიუხედავად გახარი არის ის ადამიანი, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იცავს საქართველოს ინტერესებს დღესაც. ეს არის ამისი დასტური. ანა, აუცილებლად მინდა გკითხოთ, ანუ მე მესმის რომ თქვენ ამ შეხვედრების დეტალებზე ვერ ისაუბრებთ, მაგრამ ისევ თქვენი ამომრჩევლის ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ვერ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ვერ გთხოვთ თქვენ პასუხს სრულად ასე ვთქვათ, ოპოზიციური ამომრჩევლის სახელით, იმიტომ რომ ოპოზიცია დღეს როგორც ვხედავთ, არ არის წარმოდგენილი ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ კოალიციად, როგორიცაც ჩვენ ვხედავდით წინა საარჩევნო პერიოდში გულისხმობ წინა საპარლამენტო არჩევნებს, ამ მზაობას, ერთგვარ მზაობას, რომ შემდეგ უკვე თანამშრომლად ერთმანეთთან, ამიტომ თქვენი ამომრჩევლის სახელით გესაუბრებით, რა გზავნილები წამოიღო ამ შეხვედრიდან, აი უშუალოდ გიორგი გახარიას მიმართ რადგან ჯერ კიდევ მაღალია ნდობის ფაქტორი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხომ ენდობიან გახარიას რა უთხრეს როგორ დაეხმარებიან ისინი გახარიას რომ ქვეყანაში არ გაგრძელდეს დემოკრატიული უკუსვლა რა შეიძლება გაკეთდეს მოკლევადიან პერიოდში და არის თუ არა ხედვა უფრო გრძელვადიანი პერიოდისთვის ემა ნახეთ არავინ არ შეცვლის და არც უნდა შეცვალოს პოლიტიკური ვითარება ქვეყნის შიგნით გარედან. ეს არის მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელი ემა. ეს არის მხოლოდ ქართველი ხალხის გასაკეთებელი და შესაბამისად პოლიტიკური სპექტრის მიერ უნდა განხორციელდეს, აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება. არავინ არ უნდა ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში. ამიტომ ეს არც უნდა გავიფიქროთ, რომ ვინმეს ეს ვთხოვოთ ან მოვთხოვოთ, მაგრამ ჩვენი ამასობაში სანამ სამწუხაროდ ხედავთ, რომ ოპოზიცია არის ძალიან დასუსტებული და ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე არის ოპოზიციური სპექტრი, სანამ შიგნით
მოვძლიერდებით და მომწიფდება შიდა პოლიტიკური ვითარების ცვლილების, ესე ვთქვათ, ბერკეტები, ისე არ უნდა მოხდეს, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ ვამბობ, საერთაშორისო დღის წესრიგიდან გააქრეს. ამიტომ ეს არის მთავარი, რომ დავუბრუნდეთ ისევ, რომ რა იყო, ხო, საუბრის ძირითადი თემა ამ ადამიანებთან. გასაგებია ოცნების მიზანი რა არის? წუხვართ, რომ თქვენ გიწევთ პარტნიორებს, უწევთ აი ამ ლანძღვის დაუმსახურებელი უმადურობის მოსმენა ოცნების მაღალჩინოსნების მხრიდან, მაგრამ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ერთი ევროინტეგრაცია და ევროატლანტიკური ალიანსი ინტეგრაცია არის ამ ქვეყნის ისტორიული კონსტიტუციური არჩევანი, დღემდე მიუხედავად ოცნების ანტიდასავლური პროპაგანდისა, ნეიტრალიტეტზე აქვთ ამდენი ხანია კიდევ პროპაგანდა დაწყებული, მიუხედავად აი ამ ტვინის გამორეცხვის მცდელობებისა, დღემდე ქართველი ხალხი ინარჩუნებს ანა, მე მგონი არ გათიშულა თქვენი ხმა ისმის განაგრძეთ საუბარი, ჩემი ხმა თუ გესმით მთავარია. კიდევ ერთხელ ვცადოთ დავასრულებინოთ საუბარი ანა ბუჩუკური გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი საუბრობს ჩვენთან ჯერ კიდევ განვიხილავთ გიორგი გახარიას მონაწილეობას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში და იმ შედეგებს რა შედეგებითაც დასრულდა მისი შეხვედრები ამ კონფერენციის ფარგლებში. დაგვიბრუნდა ანა თუ გესმით ჩემი ხმა? კი ბატონო, შეგვიძლია ნახევარი საათი გავიდა და გაწყდა ავტომატურად. კი ბატონო, შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი. მიუხედავად რას ვამბობდი, ნახეთ მიუხედავად იმ პროპაგანდისა, ანტიდასავლური პროპაგანდისა, ქართველი ხალხი ურყევად ინარჩუნებს ნებას, რომ გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, იმიტომ რომ ეს არის დნმ-ის დონეზე გააზრებული ცივილური არჩევანი. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენს პარტნიორებთან და მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ამ ვითარებაში საქართველოში აუცილებელია აი ამ იდეის შენარჩუნება, გადარჩენა და დღის წესრიგში გლობალურ პოლიტიკაში საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს ობიექტურად გეოპოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ლოკაცია აქვს, ხო? შავი ზღვის უსაფრთხოება ფაქტობრივად შეუძლებელია არსებობდეს საქართველოს გარეშე. იგივე ის, ესე ვთქვათ, შეთანხმება, რაც მიმდინარეობს ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს ახლა სოფლიოში და რეგიონში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ ყველაფერში საქართველოს იყოს გათვალისწინებული, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ემა, თუ ახლა ამ დღის წესრიგს ჩვენ მოვწყდებით, უახლოეს 1-2 წელიწადზე კი არ არის საუბარი, ემა, ათეულობით წელი ჩვენ მოდის მოგვეცემა მერე შესაძლებლობა სამწუხაროდ ეს არავინ იცის. მესმის აბსოლუტურად რა რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. მე კი არა დარწმუნებული ვარ, აი ოდნავ მაინც რაღაცა გეოპოლიტიკურ საკითხებში საგარეო პროცესები დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს, ყველას ვისი არჩევანიც ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში არის სწორედ ევროკავშირსა და რა ვიცი ნატოში ინტეგრაცია იყო, ხომ? ცივილურ სამყაროში ინტეგრაცია იყო. ყველას ძალიან კარგად ესმის, რა შეიძლება დავკარგოთ, ანუ რა რისკების წინაშე ვდგავართ, მაგრამ საქმე სხვა რამეშია. ანუ როგორ შეიძლება დაიწყოს დღესვე ამ პროცესის შეჩერება, ამაზე ვსაუბრობ. ყველა ბევრად უფრო კარგად გარკვეული პოლიტიკურ საკითხებში ადამიანები ამბობენ, რომ ერთადერთი არის პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა ქვეყანაში, რომელიც იქნება დასავლეთისთვის გასათვალისწინებელი ფაქტორი და ერთგვარი დასაყრდენი, რომელზეც გააკეთებენ ფსონს, რომელზეც გააკეთებენ არჩევანს. როგორც ჩანს, ვერც ერთ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიას არ შეუძლია ამ ეტაპზე არ ყოფნის რესურსი, რომ თავად შექმნას ეს პოლიტიკური ალტერნატივა და აუცილებელია ძალების გაერთიანება, რა თქვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ნამდვილად ვადასტურებ, რომ ნაცური დნმ-ის მქონე ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან ჩვენი
არათუ გაერთიანება ზოგადად საერთოს ქონაზე საუბარი არის კატეგორიულად მიუღებელი, პრინციპულად მიუღებელი. მე მთელს ისტორიას აღარ მოვყვები, თუმცა ბოლო მოვლენები შემიძლია გავიხსენო 4 ოქტომბერს ესე ვთქვათ ნაცმოძრაობამ აი ამ ნაცური დნმ-ის მქონე უპასუხისმგებლო ზოგმა შეგნებულად და ზოგმა უბრალოდ რაღაც ამ სასარგებლო როლის შესრულებით როგორ მიეხმარა 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის განხორციელებაში ბიძინა ივანიშვილს, როდესაც ადამიანები ფაქტობრივად ეს დაჯგუფება მუშაობდა მათ ოცნებასთან ერთად მუშაობდნენ არჩევნების წინააღმდეგ, ოცნებას მიეხმარნენ რომ არჩევნების არსი ამ ქვეყანაში კიდევ უფრო დასუსტებულიყო და კიდევ უფრო დაკნინებულიყო და აღარაფერს ვლაპარაკობ საერთოდ მართ წარსულზე. ამიტომ არანაირი საერთო ამ დნმ-თან ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას არასდროს არ ექნება, არასოდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნახეთ თქვენ ფორმულირება ესეთი იყო თქვენი კითხვის, რომ აი ფსონს ვიზზე დადებს დასავლეთი და ასე შემდეგ. ანგარიშ გასაწევი ძალა, რომელშიც დაინახებენ პოლიტიკურ ალტერნატივას დასავლეთში. არის ქართველი ხალხი, ნახეთ ესესი არ მუშაობს ემა შეხედეთ ანგარიშ გასაწევი ვინ არის და ვინ არა პოლიტიკური ლიდერებიდან მე მგონი კარგად ჩანს, მაგრამ ნახეთ თავარი არის ქართველი ხალხი და არჩევანს გააკეთებს და ფსონიც დასავლეთის იქნება ქართველ ხალხზე. ამიტომ პოლიტიკური სპექტრი კი არ უნდა დაჯდეს ესე და გარეთ კი არ უნდა იყურებოდეს აბა ეხლა ვინ დაგვეხმარება, ესე არ მუშაობს. ესე არ ხდება და არც უნდა ხდებოდეს. ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ძალა შიგნით და ამის პარალელურად უნდა გქონდეს ნდობით აღჭურვილი ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან. აი ეს არის თანხwebdriver და არა ის დავჯდეთ და ველოდოთ რომ აი ახლა ისინი გადაგვარჩენენ და ესენი ანა ძალის რა თქმა უნდა ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ ქართველი ხალხის ასე ვთქვათ მათ შორის სურვილი ხომ პოლიტიკური არჩევანი უნდა რეალიზდეს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებში. არ ვიცი, აქამდე ასე იყო, ანუ ქართველი ხალხი თავად პოლიტიკური პარტიების გარეშე ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ანუ პოლიტიკური პარტიები მათთვის არის მათი პოლიტიკური არჩევანის გამტარი, ხომ? ანუ მათი პოლიტიკური არჩევანის განმახორციელებელი. აი როგორ აპირებთ თქვენ გაძლიერებას, მაშინ ეს მითხარით, მაშინ როდესაც თქვენი პოლიტიკური ლიდერი არის პოლიტიკურ დევნილობაში. სხვებს აღარ ჩამოვთვლი. კი, პოლიტიკური ლიდერი არის პოლიტიკურ დევნილობაში, მაგრამ იქიდან ბევრად მეც აკეთებს, მათ შორის ამ ქვეყნისთვის, დადასტურდა ახლა მიუნხენში, ბევრად მეც აკეთებს ამ ქვეყნისთვის, ვიდრე მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთად, მაგრამ აბსოლუტურად გეთანხმებით, პოლიტიკური პარტია არის ინსტრუმენტი ამომრჩევლის ხელში, რომ ზეგავლენა მოახდინოს, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. და ისე კი არა სასარგებლო იდიოტის როლი რო შეასრულეს ივანიშვილის ინტერესებში და ადამიანებს, რომლებსაც ისედაც დაბალი ნდობა აქვთ არჩევნებისადმი, რომ კიდევ უფრო გააუარესეს არჩევნებისადმი, ნდობა კი არა, საერთოდ ადამიანებს ეუბნებოდნენ და მოუწოდებდნენ, რომ არჩევნებზე არ მიხვიდეთო. ეს საერთოდ რა ფენომენია, სადმე გინახავთ თქვენ პოლიტიკური პარტია ამომრჩევლს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ამომრჩევლს მოუწოდებდეს და აბულინგებდეს შე შემთხვევაში, რომ არჩევნებზე არ მიხვიდეთ. ესეთი რაღაცა პირიქით არის. იდგა და დგას, ამის გამო დღეს ვნახეთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსს დაამატეს მუხლი, რომლის მიხედვითაც ლეგიტიმურობა არალეგიტიმურობის საკითხი იდგა ადგილობრივ არჩევნებზე, ამიტომაც მოუწოდებდნენ და მოგიწოდებდნენ ჯერ თქვენ და შემდეგ უკვე ამომრჩევლს პოლიტიკურ ცვლილებას ქვეყანაში. თქვენ ჩემგან გესმით პირველად რომ მიდის ოპოზიციურ ერთობაზე რომ მიდის მოლაპარაკება, ანა. არა, ემა კითხვა თქვენი პოზიცია და კითხვა აბსოლუტურად გავიგე, უბრალოდ რიტორიკულ კითხვას ვამ. ეს ოპოზიციონრები, რომ ადამიანებს ამომრჩევლს აბულინგებდნენ, ოცნების სასარგებლოდ არჩევნებზე არ მიიღო მონაწილეობაო. რამე გააკეთა ეს, რამე შეცვალეს, რა მიიღეს ამითი? გაძლიერებული ივანიშვილი? დასუსტებული ოპოზიცია მიიღეს შედეგად და კმაყოფილები არიან ამითი?
ნაწილი რომ საერთოდ გამქრალია პოლიტიკური სივრციდან, კმაყოფილები არიან ამითი? დამატებითი პოლიტიკური პატიმრები რომ მივიღეთ ქვეყანაში, კმაყოფილები აიღეს ამაზე პასუხისგებლობა. რომელიმე აი მომწოდებელმა ან ხელისშემწყობმა 4 ოქტომბრის მოვლენების ვინმე პოლიტიკური პასუხისგებლობა აიღო ამაზე? კიდევ ხელის თითის გაშვერით არიან დაკავებული. ამიტომ იმის ნაცვლად რომ სასარგებლო იდიოტის როლი ასრულონ ივანიშვილისთვის, ან გადააფასონ საკუთარი შეცდომები, ან გაიწიონ და გზა დაუთმონ ადამიანებს, რომელსაც ელემენტარული პოლიტიკური ლოგიკა ესმით. მათ შორის ახალგაზრდებს. რაც შეეხება როგორ უნდა მოხდეს გაძლიერებაო, სამწუხაროდ მე სადღეგრძელოებს არ დავიწყებ ემა. არც მიმღებლობა მე როდესაც მაყურებელი ვარ და მეც უსმენ ხოლმე პოლიტიკოსების გამოსვლას, 90% მიმღებლობა არ მაქვს. რატომ იცით? აი უკვე აქ არის მოტყუება ადამიანების ყელში აქვთ ადამიანებს ეს ტყუილი ერთი და იგივე ფრაზები სადღეგრძელოები გაერთიანებაშია. გაერთიანდით, მე ერთი დნმ-ის ხალხი ხართ, გაერთიანდით. აქამდე როგორ არ გაერთიანდით? რას უმტკიცებთ ერთმანეთს? აი ეს გაერთიანება მესმის, ემა როგორც მოქალაქეებო პირველ რიგში, მე რამდენად გვესმის მე და თქვენ. აი ეს სადღეგრძელო მოწოდებები ვინ დაგიშალოთ გაერთიანდით, კაცო. ჩვენი გზა გვაქვს. თქვენ გონიათ ჩემს კოლეგებს და მეგობრებს სიამოვნებთ 12 ნინ რო არიან 89-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტში თქვენ გონიათ ეს კომფორტისთვის არიან იქ შესულები ჩემი თანამებრძოლები? არა. ძალიან მძიმეა ეს ყოველდღიურად როგორია 87 თან მათ მოედანზე ხო ყველაფერი ძალაუფლება რომ მათ ხელშია. მაგრამ პოლიტიკოსი როდესაც ხარ პრაგმატული გადაწყვეტილებები უნდა მიიღო და არ უნდა მოიჭრა ის ტოტი შენ თვითონვე რომელზეც ძიხარ. ესეთი გადაწყვეტილებები ჩვენ განსაკუთრებით ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი ვნახეთ. კარგი, რადგან თქვენ თავად ახსენეთ, თქვენი თანაპარტიელი დეპუტატები საინტერესოა, როგორ დისკომფორტ შეუქმნიან ისინი 18 თებერვალს ირაკლი კობახიძეს, რომელიც ინტერპელაციის წესით მიდის პარლამენტში. რისი მოლოდინი გქონდეს მათგან? თქვენ ალბათ ნახავდით ერთ-ერთი აი ბოლო პერიოდში რაც მახსენდება ძალიან გააგრესიულდნენ ოცნების დეპუტატები ჩვენი თანაგუნდელების წინააღმდეგ აი რამდენიმე დღის წინ, როდესაც აი ამ კიდევ დამატებით ეს გრანტების კანონი თუ რამე რუსულია, ზუსტად ეს არის, ხო და აი ამ კანონთან დაკავშირებით ისტერია ქონდათ უკვე იმდენად დაკარგეს უკვე სახე, ასევე თქვენ დარწმუნებული ვარ ნახეთ ჩემი თანამებრძოლის და კოლეგის ლევან გოგიჩაიშვილის დებატები არც ის არ იყო კომფორტული. თქვენ გონიათ ვინმე სიამოვნებს აი ამ დაძაბულ ვითარებაში ამ ყველაფერში მონაწილეობა, მაგრამ ეს არის საქმისთვის აუცილებელი. საქმეს სჭირდება ესე და არ შეიძლება რაღაცა პირად კომფორტზე თუ პოლიტიკაში ხარ, პოლიტიკა უნდა აკეთო და ეს პასუხისგებლობა უნდა იგრძნო შენს თავზე. თუ არ შეგიძლია, მაშინ უნდა გაიწიო და სხვას დაუთმო, ვისაც შეუძლია რომ აი საკუთარი პირადი გადადოს და რაღაცა გაიღოს ხო ამ ქვეყნისთვის. რაც შეეხება ამ კვირაში თქვენ იცით ხვალაც არის მოსმენა და ზეგაც არის მოსმენა, მაქსიმუმს გააკეთებენ ჩემი თანაგუნდელები და ჩვენი გუნდი, მაქსიმუმს გააკეთებს რომ ქართველი ხალხი აი ამ პროპაგანდის წინაშე მარტო არ დარჩეს, როგორც ბოლო 1 წლის განმავლობაში იყო დარჩენილი, იმიტომ რომ ოცნებამ რედაქცია პარლამენტი, აი ცარიელი პარლამენტი, როდესაც იყო ოცნებისთვის ეს პარლამენტი იყო ფაქტობრივად ქცეული რაღაცა პარტიულ ოფისად. და ამის შესაძლებლობას არ ვაძლევთ. რთულია ემა, დაამერწმუნეთ, კიდე ბევრი რამ არ ჩანს საჯაროდ, ძალიან რთულია ემოციურად, აი როდესაც აი ესეთ რაღაცას უპირისპირდები, მაგრამ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კი აი ეს პასუხისგებლობა, ეს სიმძიმე ვატაროთ. იმიტომ რომ თუ ეს არ შეგიძლია, მაშინ პოლიტიკაში არაფერი გესაქმება. მადლობა ანა, გადაცემაში მონაწილეობისთვის. პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთ ლიდერს ანა ბუჩუკორს უსმენდით. რეკლამის შემდეგ ნუგზარ ციკლაური კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიყვება. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. მოკლედ დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საპარლამენტო განხილვა, საიდანაც გავიგეთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსს ახალი 316 პრიმა მუხლი დაემატება, რომლითაც ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების, ასე ვთქვათ, წინააღმდეგ სწორედ პატიმრობ დაისჯება მინიმუმ ჯარიმით,
სხვა შემთხვევაში შესაძლებელი იყოს შედარებით უფრო მკაცრი ზომა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა გამოყენებული ან პატიმრობა. ვის ემუქრება კანონი არაღიარების შესახებ? აი პირობითად ასე რომ დავარქვათ, ნუგზარ ციკლაური კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონო ნუგზარ, მადლობა გაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ აი ამ საკანონმდებლო ცვლილებაში ჩამოთვლილია ფაქტობრივად ყველა ის ქმედება, რომელიც არის ხოლმე თქვენს მიერ როგორც პოლიტიკური ძალის მიერ განხორციელებული ბოლო პერიოდში. თქვენ არ აღიარებთ ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობას. არის ხოლმე მოწოდებები მასობრივად დაუმორჩილებლობისაკენ. ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ, აი საუბრობთ პოლიტიკურ ალტერნატივაზე, რომელიც დასავლეთისთვის გახდება უფრო ანგარიშგასაწევი ძალა და რომელშიც დაინახავს მომავალ მთავრობას. თვითონ ეს ქართული ქარტია, რომლის გარშემოც ოპოზიციას კვლავ აპირებს გაერთიანებას, არის გარკვეულწილად ამის წინაპირობა. სალომე ზურაბიშვილისთვის, როგორც ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული ბოლო ხელისუფალისთვის გარკვეული ასე ვთქვათ ნდობის მანდატის გამოცხადება და ასე შემდეგ. რას აპირებთ? ანუ აპირებთ დაიმორჩილოთ კანონს თუ აპირებთ ასე ვთქვათ პასუხი აგოთ აი ამ კანონის შესაბამისად? პირველი რასაც გვეუბნებ ამ კანონის ინიცირება არის ის, რომ რეჟიმს არ აქვს პოლიტიკური და მორალური ძალა, რომ გადაჭრას ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არის ქვეყანაში და რომელიც დიახ უკავშირდება სწორედ მის ლეგიტიმაციას. ჩვენ მოვისმინეთ არაერთ გზის ქართული ოცნების განცხადებები, რომ 50-ოდი ადამიანი თუ დარჩა, რომელიც აპროტესტებს ქართული ოცნების ლეგიტიმაციას და უცებ მიიღეს კანონი, რომელიც არის ყველასთვის სავალდებულო, იღებენ ამ კანონს და რეალურად აღიარეს ის პრობლემა, რაც უდგას დღეს ამ ხელისუფლებას, კერძოდ ეს პრობლემა არის არაღიარება როგორც ქვეყნის შიგნით ქართული საზოგადოების, ქართული ამორჩევლების მხრიდან, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენ ვიცით, რომ პრაქტიკულად არც ერთმა დემოკრატიულმა ქვეყანამ არაღიარა ამ არჩევნების შედეგები და ის დასკვნები, რომელიც ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, EUTOS და სხვადასხვა ორგანიზაციების, ისევე როგორც ცალკეული ქვეყნების განცხადებებში არის სრულად აშკარად მეტყველებს ამაზე. აი ეს არის ახლა ქართული ოცნების პრობლემა და ასეთი პრობლემები. თუმცა მათგანაც ახალისმის მოწოდებები, ასე ვთქვათ, ახალი არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით. ანუ მართალია შეწყდა მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში ვხედავთ, რომ ქართული ოცნების თანამდებობის პირები მიემგზავრებიან და მართავენ ოფიციალურ შეხვედრებს. აგერ მაკა ბოჭორაშვილი გამოდიოდა პანელურ დისკუსიაზე, იგივე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც თანამომხსენებელი მასთან ერთად იყო EUTOS ხელმძღვანელი. არა, ეს არის რაღაც თავგანწირული მცდელობები, რომ ფასადი შეუქმნან იმას თითქოს და არსებობს რამე სახის ურთიერთობები ცივილიზებულ სამყაროსთან. ეს ასე არ არის. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც ვნახეთ, სადაც წერია, რომ ქართულმა ოცნებამ იცის, რა უნდა გააკეთოს, თუ კი მას სერიოზულად სურს ურთიერთობების გადატვირთვა და ასევე უკვე მართლაც კომიკური არის ეს შეხვედრები ხან ბოცვანას დელეგაციასთან, ხან ერაყის ქურდისტანის დელეგაციასთან, გამუდმებული ვიზიტები მეშვიდე თუ მერვე უკვე უნგრეთში ორბანთან, არ ვიცი ფიცოსთან და შემდეგ დაბრუნება ისევ ძველ წრეზე აზიისკენ მიმართება ამ აშხაბადის შეხვედრები, ირანთან რაღაც ურთიერთობები, ყველასთვის ცხადია, რომ ქართული ოცნება არის იზოლაციაში. მისი ლეგიტიმურობა არ არის აღიარებული და ეს საკითხი უნდა გადაიჭრას პოლიტიკური გზით. უნდა გადაიჭრას დიალოგით, უნდა გადაიჭრას არჩევნების დანიშვნით და უნდა გადაიჭრას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებით. სხვა გზა წარმატების არ არსებობს და ახლა ამ პოლიტიკურ გზაზე ერთი ნაბიჯი მაინც თუ გადაიდგა წინ, აი სულ გვესმის უკვე ადამიანები რაც ძალიან მახარებს
პოლიტიკაში აქტიურად ჩართული ადამიანები უკვე ღიად საჯაროდ გამოდიან და აი ამ პროცესში, მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს უფრო მეტი საჯაროობისკენ მოუწოდებენ, რომ უნდა დამთავრდეს რაღაცა ეს საუბრები დახურულ კარს მიღმა და ნებისმიერი შედეგი, როგორიც არ უნდა იყოს, უნდა გამოვიდეს სააშკარაოზე. რატომ არ არის ამის მზაობა ოპოზიციაში? არა, ეს ოპოზიციის ამბავზე კიდევ ცალკე გეტყვით, მაგრამ აი ეს კანონები, რომელიცაც დღეს მოახდინეს ინიციირება, კანონი ტროტუარებზე პროტესტის შესახებ. ეს რა თქმა უნდა, ამ ამბავს ვერანაირად წინ ვერ წასწევს. ეს ხომ ცხადზე ცხადი არის. რაღაც ქართული ოცნება დაემსგავსა ვარსკენ პიტიახშის რეჟიმს, რომელმაც თვითონ აღიარა არტოშანი და ეხლა უნდა რომ ყველას დაგვაძალოს აღიარება. ასე აღიარება არ ხდება. რას დაუპირისპირებთ? აპირებთ რომ ასე ვთქვათ, დაემორჩილოთ კანონს თუ აპირებთ რომ ბოიკოტი გამოუცხადოთ და ამ კანონის თადმი დამორჩილება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ თავისუფალი სიტყვა აღარ არსებობს. მაშინ მოხდება ის, რაც დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით მოხდა. ბატონი ნუგზარ, ხომ? ანუ ადამიანები გაუშვეს ციხეში და კიდევ მე რამდენი წრეზე წავლენ ისე. ისევ საქართველოში დემოკრატიული საზოგადოება თლიანად უნდა მოისპოს. აი ახლა დღეს მოსკოვში დააპატიმრეს ეკატერინე კოტრიკაძე, შეიძლება თქვენც იცნო, პირველი კავკასიურში მუშაობდა ადრე საქართველოში და ახლა დოშჩი მუშაობს და მას უთხრეს, რომ რუსეთის არმიის შესახებ რაღაც არასათანადო ცნობების გავრცელება. ეს ხომ მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ეხება ეს კანონი ეხება ჟურნალისტებს, ეს კანონი როგორც ნახეთ უკვე ეხება პროფესორსაც და რა ინტერვენცია მოხდა ილიაუნის და სხვა უნივერსიტეტების წინააღმდეგ და ზოგადად აკადემიური სფეროს წინააღმდეგ, ხო, ესეც სრულიად თვალნათელი არის. მე ასე ვიტყოდი, რომ აი გვეუბნებოდნენ, რომ იმ პროტესტმა ძალა დაკარგა, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა ეხლა ადამიანები რომ გამოდიან ქუჩაში. ხო დავინახეთ, რომ თურმე ყველაზე მეტად რაც აწუხებს ქართულ ოცნებას, არის სწორედ ეს არაღიარება. და ამ გზაზე მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი გზა, ის ერთი წელი მართლა ჰეროიკული ბრძოლის, რომელიც გამართა ჩვენმა საზოგადოებამ რუსთაველის გამზირზე და ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის ბევრმა თავისუფლებით. ანუ დაუმორჩილებლობა იქნება თქვენი არჩევანი? დიახ, ეს არის ჩვენი არჩევანი და დაუმორჩილებლობა ახლაც გრძელდება. თქვენ იცით, რომ ჩვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ციხიდან, მანამდე ზურა ჯაფარიძე გამოვიდა ციხიდან და იქ კიდევ რჩება ნიკა მელია და რჩება ელინე ხოშტარია. აი ეს არის პრაგმატული არჩევანია ეხლა აი ამ ვითარებაში, როდესაც რა ვიცი, გარდამტეხი შეიძლება იყოს ნებისმიერი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. დიახ, მე მგონია, რომ ეს არის ყველაზე პრაგმატული, როდესაც ხელისუფლებაში არის ავტოკრატია, როდესაც ტროტუარებზე არ გაყენებენ, როდესაც სიტყვის თავისუფლებას გიზღუდავენ და შორს არ არის ის დრო, როდესაც Facebook-ზე რაღაცის დაწერისთვისაც გაგასამართლებენ, მე ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი, რაც პატიოსანმა ქართულმა პოლიტიკოსმა უნდა გააკეთო, ისე როგორც თლიანად ქართულმა საზოგადოებამ. რას აკეთებს კიდევაც. და პოლიტიკურ ალტერნატივას მიშექვის მაშინ, თუ ყველას დაიჭერა ბატონო გზა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ახლა პოლიტიკურ დემოკრატიულ ალტერნატივას. აი ამ ვითარებაში, რაშიც ახლა არის მთელი ჩვენი საზოგადოება, მე ვფიქრობ, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადადგან ნაბიჯები პარტიათა გაერთიანების იმ თვალსაზრისით, რომ არც ერთი პარტიის პოლიტიკური იდენტობა არ იყოს დაკარგული, მაგრამ აი ეს ფუნდამენტურ ღირებულებებზე მოხდეს შეთანხმება. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით ჩვენი კოალიცია დიდ ძალისხმევას მიმართავს და მაგრამ თქვენ უკვე გაქვთ ორი არა, გახარიასგან და ლელოსგან, აი სალომე სამონტაშვილის საუბრობთ. გახარიას პარტია გასაგები არის, რომ ის არის იმ ვექტორზე, რომ იმ ხალხის ვექტორზე, რომელიც პარლამენტში შევიდნენ, მათ აღიარეს, რომ ეს ამ პარლამენტს აქვს ლეგიტიმაცია და ქართული ოპოზიციისთვის ისინი დაკარგულები არიან. ანუ მათ 316 მუხლის თუ 316 პრიმა მუხლი არ ემუქრებათ? აღიარება არაღიარების ასე ვთქვათ. ხო, ისინი პარლამენტში არიან. მათ არ ემუქრებათ. ხო, აი მაგალითად დღეს მიიღებენ ხო ამ კანონს, რომელსაც ვერანაირ წინააღმდეგობას ისინი ვერ გაუწევენ. ხო, გუშინ მიიღეს კანონი ტროტუარებზე დგომის შესახებ, რომელსაც ვერანაირ წინააღმდეგობას რა თქმა უნდა ვერ გაუწევენ.
მაგრამ რაღაცა თამაშობთ რაღაც ვითარებას, თითქოს და არსებობს დემოკრატიული გარემო, თითქოს და არსებობს დებატები, თითქოს და რაღაც აზრი აქვს იმ გამოთქმულ მოსაზრებებს. ხო, მაგრამ ლელოზე ხო იგივეს ვერ იტყვით. ანუ ლელოს შემთხვევაში რა არის გაუგებარი, თუმცა ლელოსგანაც ამ ეტაპზე გაქვთ კიდევ ერთი არა. ლელო ალბათ თვითონ დაასახელებს იმ არგუმენტებს. ანუ დაასახელა აგერ სალომე სამედაშვილი თუ გნებავთ გავიმეორებ ის ამბობს რომ წლებია რომ აი რაღაცა მემორანდუმები, ინიციატივები გვესმის გაერთიანებასთან დაკავშირებით და რეალურად ახალი ვერაფერი ვერ მოვისმინეთო და ახლა შესაბამისად ჩვენო არ ვაპირებთ რომ რაღაცა ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე ვთქვათ უარიო. ეს დოკუმენტი გამოქვეყნდება აუცილებლად, უბრალოდ ეხლა წინსწრებით მისი გამოქვეყნება, რაზეც ვაწერთ პარტიები დოკუმენტი იქნება ასახული დაუშვათ აი სალომე ასახული ლელომ რატომ თქვა უარი? არა, საქართველოში პოლიტიკური ვითარება დოკუმენტში არის საუბარი იმაზე თუ როგორი უნდა იყოს აი ამ გაერთიანების ძირითადი პრინციპები. კერძოდ აქ ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის რომ არც ერთი პარტიის პოლიტიკურ იდენტობას ეს არ ეხება. ხო და ამას ამბობს რომ ზოგად ამოცანებზე შეთანხმება არსებობს ოპოზიციაშიო, მაგრამ რეალურადო ვერ დავინახეთ ვერანაირი სიახლეო. ზოგად საკითხებზე შეთანხმება მაშინ აქ ჩვენი აზრით არაფერი ახალი არ ხდება. ქარტიაში რაც არის საკმარისია. ეს არის ლელოს არჩევანი, ყველა ჩვენ არ ვაპირებთ გავაუქმოთ ჩვენი პარტია, ვინმე ითხოვდა მათგან ამ პარტიის გაუქმებას? არაც ხადია, არავინ არ ითხოვდა, ამიტომ ვამბობ, რომ გამოქვეყნდება ეს დოკუმენტი და ეს ინსინუაციები, რომ ვინმე რამე პარტიის გაუქმებას ითხოვდა, ყველა ამას ძალიან კარგად დაინახავს. პირიქით, ამ დოკუმენტის სულისკვეთება, мотивация არის ზუსტად ეს, რომ პარტიები, რომელთაც აქვს თავიანთი იდენტობა, რომლის მემარცხენეობა, მემარჯვენეობას თუ არ ვიცი, სხვა პოლიტიკურ შეხედულებებს არავინ არ ეხება, თანხმდებიან ფუნდამენტურ ღირებულებებზე. სწორედ ასეთად უნდა დაინახოს, მე ვფიქრობ, ცივილიზებულმა შეთანხმებიდან გამომდინარე ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, რა გახდა შეუთანხმებლობის მიზეზი? მე აი, როდესაც გამოქვეყნდება და როდესაც შემიძლია მაგალითად ჩემი ვერსია დაგისახელოთ. აი, ხომ იცით რომ თითქმის ყველა გადაცემაში მე მაინც აი, აქვე ვიტყვი და ვნახოთ, აი თუ გამართლდება, მე მაინც მგონია რომ ლეგიტიმაცია არალეგიტიმაციის საკითხი როგორც ჩანს გახდა გარდამტეხი არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი თუ კი ასეთი ჩაინიშნება გახდა ძირითადი ასე ვთქვათ განხეთქილების მიზანი არ არის ლევოს კრიტიკა თუმცა თვით იმ შედეგმა, რომელიც მათ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობის შედეგად, როცა საკუთარი ამორჩევლის ნახევარზე მეტი დაკარგეს, მე მგონია ბევრ რამეს გასცა პასუხი. თუ მათ გონიათ, რომ ქართულ ოცნებასთან არჩევნებში შესვლა, შულერთან მაგიდაზე დაჯდომა და გამარჯვების რაღაცა რწმენა არის მათი პოლიტიკური გზა, მათ შეუძლიათ ეს გააგრძელონ. მაგრამ ყველა ვინც თulis, რომ ხელისუფლება, რომელიც აუქმებს სიტყვის თავისუფლებას, აუქმებს აკადემიურ თავისუფლებას, ხურავს უნივერსიტეტებს, ხო და ამ ბრძოლებში მათთან ერთად ვართო, ყველა დიდ ბრძოლაში და პროტესტში ვიქნებით მათთან ერთად, მაგრამ ხა ჩვენს პოლიტიკურ პარტიას ვერ გავაუქმებთო. ამას ამბობს აი სიტყვით სალომე სამედაშვილი. ეს ის არის უბრალოდ, არც არავინ არ აუქმებინებს არავის პოლიტიკურ პარტიას, ამიტომ ვამბობ, მე მიჭირს ახლა საუბარი ამ დოკუმენტზე, იმიტომ რომ კოლეგებისადმი, სხვა პოლიტიკური პარტიებისადმი პატივისცემა მოითხოვს ამას, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, ამის თქმა შემიძლია, რომ პირიქით ხაზგასმა არის იმ დოკუმენტში იმაზე, რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვს თავისი იდენტობა და ამ იდენტობასთან არავის არანაირი შეხება არ აქვს. ის კითხვა, რა ვიცი, მარტო იმაში რატომ აი ეს კითხე შემდეგ ლევოს წარმომადგენელს, რატომ კითხე, რა თქმა უნდა, ხომ იცით რომ ჩავეკითხე, ჩავაცივდი, რაც მითხრა, გითხარით. დიახ, ოღონდ იქეს რა თქმა უნდა ცალკე ყველას თავისი არგუმენტი აქვს და ყველას რომ მოусმენ, ყველა საკუთარ პოზიციას იცავს და ყველა თავის პოზიციაში მართალია. თბილისი უნდა გამოგლიჯონ რაღაცა ქართულ ოცნებას და მიიღეს 3% თუ 4%, არც მახსოვს. ხო და ეს გზა ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად, მაგრამ ლელოსთან და ნებისმიერ ოპოზიციურ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ყოფნა და საუბარი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან იმაზე თუ რა მდგომარეობა საქართველოში და რომ არსებობს
ცივილიზებული დემოკრატიული ალტერნატივა ამ ხელისუფლებისათვის მიგვაჩნია მნიშვნელოვანი. თუ მათ ამაზე უნდათ ხელის მოწერა, მოაწერენ ახლა. ამის ეს კარი არის ღია, თუ მოუნდებათ სხვა დროს, როცა შეიცვლება პოლიტიკური რეალობა და უფრო მეტი და ინტენსიური ურთიერთობები დაიწყება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, კი ბატონო, შემოვიდნენ მაშინ. არავისთვის ეს კარი დახურული არ არის, მაგრამ ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს. მაგრამ მაშინ ეს ხომ არ იქნება სრულყოფილი ერთობა, ანუ ერთობის პრინციპი მე რაღაცნაირად ცოტა სხვანაირად მესმოდა, რომ ყველა ერთის წინააღმდეგ. ხა გამოდის, რომ არათუ ყველა ერთის წინააღმდეგ, არამედ, რა ვიცი, 8 პარტია ცალკე ლელო, ცალკე გახარია, ცალკე ჯერ ნაციონალ მოძრაობის ძალიან ძნელია ახლა ოპოზიციად განხილვა იმ ადამიანების, იმ პოლიტიკური ჯგუფის, რომელიც ამბობდა, რომ არასდროს არ შევა პარლამენტში და ერთი წლის თავზე გადაწყვიტა, რომ უნდა შევიდეს პარლამენტში. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი კრიტიკა არ არის ჩემი ამოცანა. მათ თავიანთი გზა აქვს, მათმა ამ მომრჩეველმა განაჩენი გამოიტანა ბოლო. მაინც ფრაგმენტირებული გამოდის ოპოზიცია და აი მაშინ დამენახეთ რა ვიცი, რას შეცვლის იმ ტიპის ერთობა, რომელიც რა პარტიისგან არის გაერთიანებული. წარმომადგენლობა, აი პარტიათა ერთობა არის ყველა იმ ადამიანის წარმომადგენლობა, რომელიც თulis, რომ არ უნდა აღიაროს ის გაყალბებული არჩევნები, რომელიც იყო. ყველა იმ ადამიანის, რომელიც თulis, რომ ტროტუარზე დგომა არ არის დანაშაული. ყველა იმ ადამიანის, რომელიც თulis, რომ სახელმწიფო არ უნდა უწესებდეს კვოტებს უნივერსიტეტებს და პრაქტიკულად არ უნდა ანადგურებდეს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტს საქართველოში. ეს არის ყველა პატრიოტი ქართველის წარმომადგენლობა. ხაზგასმით ვამბობ, თუ იქ იქნება პარტია ლელოც და მოაწერს აი ამ ფუნდამენტურ პრინციპებს ხელს, ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ თუ ეს ასე არ იქნება და ისინი გადაწყვეტენ, რომ ქართული ოცნების წიაღში ან მათთან ერთად რაღაც დემოკრატიული პროცესის სუბლიმაცია უნდა აღიარონ, ხო, ესეც მათი არჩევანი არის. ხო, მაგრამ არჩევანი არჩევანად, მაგრამ დააზიანებს თუ არა ეს იმ სულისკვეთებას, იმ შედეგს, რომელიც, ანუ უმჯობესია თუ ყველას ყოფნა არის რეალურად შედეგის მომტანი, ან არა, ყველა ამის გაგება მინდა. ყველა და ყველგან არასდროს არ არის, ასე არ ხდება, რომ აბსოლუტურად ყველა იყოს სადღაც, ხო, ეს არასდროს არ მომხდარა არც ერთი ფორმაციის დროს, არც ერთი ოპოზიციური გაერთიანების დროს. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ, ბევრმა ადამიანმა, ბევრმა საზოგადოებრივმა ჯგუფმა გაიზიაროს ის ღირებულებები, რომლის წინააღმდეგ უბრალოდ შეუძლებელი არის სიტყვის დაძვრა. და კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოქვეყნდება დოკუმენტი, აი რამდენიმე დღეში სულ და ყველა ნახავს, რომ უბრალოდ საბაბი არის ეს რამდენიმე დღეისთვის არის საჭირო. ბატონო გზარ გითხარით, იმიტომ რომ ჯერ ნაციონალურ მოძრაობის საბოლოო პასუხიც არ არის. ნაციონალურ მოძრაობას ელოდები. დღესაც მიმდინარეობდა საუბარი ნაციონალურ მოძრაობასთანაც, ხო, რა თქმა უნდა, მანამ წინა დღეებშიც მიმდინარეობდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა ჩვენს შეხვედრებს და საერთო პოზიციაზე შეთანხმებას. იყო თავდაპირველი დოკუმენტი, ბევრი პოლიტიკურმა პარტიამ გამოთქვა თავისი მოსაზრებები, იქ იყო ევროპული საქართველო, ეხლა აღარ დავასახელებ ყველას, ბევრი ფედერალისტები, ბევრი პარტია შეიტანა ბევრმა თავისი ცვლილებები და ამაზე მიმდინარეობდა აქტიური მსჯელობები. თუ ნაციონალურ მოძრაობას ეკრება თავისი აზრი, რა თქმა უნდა, ამ აზრის პატივისცემა უნდა მოხდეს და გათვალისწინება თუ საერთო კონტექსტზე თანუ შესაძლებელია რაღაცა პერიოდულობით. სწორედ ამას ვამბობ. თუ ვინმე გამოთქვამს ასეთ მოსაზრებას, რომელიც დისკუსიას ექვემდებარება, აზრის გამო აქამდე ვერ მოხერხდა შეთანხმება. ხო, დისკუსიას თუ ექვემდებარება, რა თქმა უნდა, ეს დისკუსია გაშლილი არის ახლა. ახლა თუ ვიღაცა გვეტყვის, რომ აუქმებთ ჩვენ პარტიას, ხო, ეს არის უბრალოდ საბაბი და ეს არ იმსახურებს, მე მგონია, დამატებით განხილვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, დოკუმენტი ყველაფერზე გასცემს პასუხს. ახლა არის ვითარება, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლება გადავიდა ისეთ ველზე, სადაც აღიარება აღარ ხდება საქართველოს მოქალაქის. პასუხი პოლიტიკური პარტიების, დემოკრატიული საზოგადოების უნდა იყოს გაერთიანება მთავარ საკითხებზე, რომ ჩვენ ვართ ევროპული საზოგადოება, ჩვენი მომავალი არის
ევროპისაკენ, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და არაფერი არ გვესაქმება ირანთან, რომლის დროშის ფერებად გააფერადეს რამდენიმე დღის წინ ჩვენი ანძა, ხო? ვინც იზიარებს ახლა ამ შეხედულებებს, მან უნდა შექმნას დემოკრატიული ალტერნატივა. ეს დემოკრატიული ალტერნატივა შეიქმნება იმის მიუხედავად, რომელიმე პარტია შევა თუ არა, იქ და მას ექნება ძალიან დიდი ძალა. ანუ შეცვლის ეს არის აი პოლიტიკური ხალხი უჭერს მხარს სწორედ ამ ტიპის დემოკრატიულ ალტერნატივას. 50,000, 100,000, 200,000 ადამიანი, რომელიც ქუჩაში ვნახეთ, ხო, ის ხალხი ამბობდა და სრულიად ცხადად და დაუფარავად, რომ მათ სურთ საქართველოს ხილვა ევროპულ კავშირში, მათ სურთ საქართველოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და არ უნდათ რუსეთთან, ბოტსვანასთან, ერაყის ქურდისტანთან, ირანთან და ჩინეთთან დაზმობილებული საქართველო. ეს არის ცივილიზაციური გზა იმ ხალხის, ვინც გამოდიოდა ქუჩაში. აი იმ ხალხის შეხედულებების გამომხატველი იქნება ის დემოკრატიული ალტერნატივა, რომელსაც პარტიები ქმნიდან. ხაზგასმით ვამბობ, ძალიან გამიხარდება თუ ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ოპოზიციური ძალა, რომელიც აღიარებს პრიმატს ადამიანის უფლებების ჩვენ ქვეყანაში და ქართული სახელმწიფოს უფლებას, რომ ვიყოთ განუყრელი ნაწილი ევროპული ცივილიზაციის, შემოუერთდება ამ ერთობას. ნუ თუ არ შემოუერთდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, კარი ღია არის და მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოვიდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ კარში, ანუ შეიცვლება ასეთი პოლიტიკური ალტერნატივის მიმართ გაუჩნდება, ასე ვთქვათ, ნდობა დასავლეთს, სწორედ ასეთი პოლიტიკური ალტერნატივა არა ყველა ოპოზიციური პარტიისგან შექმნილი იქნება. თავარი სუვერენი არის ხალხი. პოლიტიკოსები უნდა გამოხატავდნენ ხალხის ნებას. ხალხის ნება მე მოგახსენეთ ჩემი ღრმა რწმენა რაც არის, რომ ქართულ ხალხს სურს ევროპული განვითარების ვექტორი. თუ ეხლა იქნება რამე საფუძვლიანი არგუმენტები, რომ აი რაღაცა ვინმეს აფერხებს ამ ერთობაში შემოსვლისაკენ, ხო? ეს ერთი ამბავია და თუ იქნება ყურით მოთრეული ფსევდოარგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და ვინმეს იდენტობას ართმევს, ან კიდე პარტიას აუქმებინებს, ხო, ეხლა დიდხანს ამაზე მსჯელობები ვერ გაგრძელდება. ამიტომ ის დასავლეთის თქვენი კითხვის პასუხად და ყველა ქვეყანა, რომელიც დღეს უყურებს საქართველოს ქართველი ხალხის ბრძოლას, მის რეზისტანსს, აი ამ მართლავარსკენ პიტიახშის რეჟიმის წინააღმდეგ, ხო? დაინახავს ვინ არის გამომხატველი ქართველი ხალხის ფუნდამენტური ინტერესების. ჩვენ ბევრი საქმე გვექნება ახლა, იმიტომ რომ არის საჭირო ორგანიზება აქციების, გამოსვლების, რაღაც პოლიტიკური სხვადასხვა ივენთების, მოძრაობის, რეგიონებში სიარულის, თბილისის ამორჩევლებთან შეხვედრის ძალიან ბევრი საქმე არის. ამიტომ გულით მომინდებოდა, რომ პროტესტის დღის წესრიგი აი ამ ერთობის მუშაობის ფარგლებში ამის მოლოდინი უნდა გქონდეს? ანუ როდესაც ერთობა უკვე დაფუძნდება, ამის შესახებ საჯაროდ გახდება ცნობილი, ერთობა უკვე იმოქმედებს სხვაგვარად, როგორც შიდა ფრონტზე, ისე საგარეო ფრონტზე. ჩვენ ამომრჩეველს ვეტყვით, რომ ეს არ არის საარჩევნო ერთობა, ეს არ არის საარჩევნო ბლოკი. ამ ერთობაში არ განიხილება რაღაცა სიები მაგალითად და ის, იმიტომ რომ არჩევნების წართმეულია და ყველაფერი წართმეულია. თუმცა განიხილება როგორც ჩამოთვალეთ აქციების ორგანიზება, განიხილება არის შეხვედრები და ყველასთვის თქმა რომ ვართ ხალხი, რომელსაც შესაძლოა აქვს სხვადასხვა მოსაზრებები და პლურალიზმი და არაუნიფიკაცია არის, ხო, დემოკრატიული საზოგადოების მთავარი მახასიათებელი. აი ასეთი ხალხი ვართ აქ შეკრებილები, მაგრამ თან ხდებით მთავარ ღირებულებებზე. და ეს მთავარი ღირებულებები არის, რომ უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება, უნდა იყოს დემოკრატიული უფლებების დაცვა, არ უნდა იყოს არჩევნები გაყალბებული და რაც მთავარია, გვაქვს ორიენტაციული საკითხი, რომელიც გაერთიანებას უწყობს ხელს. ეს ორიენტაციული საკითხი არის ევროპისკენ და ევროატლანტიკური სივრცისაკენ სწრაფვა და ამ თვალსაზრისით ქართული ხალხის ისტორიული მისიის გამოხატვა. ლეგიტიმაციის არ მიცემა აი ამ პრინციპებში, როგორ ჯდება ეს ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მე მაინც ჩემს აზრებს ვჩები, რომ რაღაცნაირად ეს გახდა სწორედ ოპოზიციის ვერ გაერთიანების მიზეზი.
ხო, თუ ახლა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ის არჩევნები იყო ლეგიტიმური, ჩვენ ასევე არ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გარეშე, ახალი არჩევნების ჩანიშვნის გარეშე, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების გარეშე არავითარი დემოკრატიული არჩევნები საქართველოში აღარ ჩატარდება. ეს არის ჩვენი რწმენა. თუ ვიღაცას რწმენა აქვს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ქართულ ოცნებასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას და ერთ კაცს გაიყვანს თბილისის საკრებულოში მაგალითად და ეს არის დემოკრატიის გამარჯვება, ნუ ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი გზა. ძალიან დიდ პატივს ვცემთ ყველას პოლიტიკურ მოსაზრებებს, მაგრამ აქ არის ის ხალხი, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ასე ვთქვათ, ადგილობრივი არჩევნები მაინც გუშინდელი დღეა, უკვე დამდგარი შედეგი. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ვადამდელ არჩევნებში საპარლამენტოს გულისხმობ, ისინი ასევე გამოხატავენ მზაობას მიიღონ მონაწილეობა. ხო, მე არ ვიცი, რას გამოხატ და როგორ იქნება მათი გადაწყვეტილება, ნებისმიერი ახალი არჩევნები, აი ამ წინაპირობების გარეშე უბრალოდ არის შეუძლებელი რომ გაიმართოს. ეხლა ლაპარაკი არის იმაზეც, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა აკრძალონ. არ ვიცი, ვინმეს როგორ წარმოუდგენია, რომ აკრძალავენ, თქვათ, კოალიციას და მაინც მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ან აკრძალავენ ნაციონალურ მოძრაობას და მაინც მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ითქვა, ხო, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის აკრძალვა. ნიშნავს, რომ აკრძალულია მთელი პოლიტიკური ოპოზიცია და ამ თვალსაზრისით ჩვენ ყველასთან გვექნება სოლიდარობა, იგივე ლელოსთან თუ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან. მიგვაჩნია, რომ აი ამ ტიპის სოლიდარობა კრავს საზოგადოებას. ჩვენ უნდა დავინახოთ დიდი პოლიტიკური კონტექსტი, რაც ხდება მთლიანად მსოფლიოში. რუსეთის დასუსტება, მისი მარცხი ვენესუელაში, მისი მარცხი ირანში, მისი მარცხი ლიბიაში, მისი ეკონომიკური დასუსტება უნდა დავინახოთ, როგორც ხდებიან რუსულ ხომალდებზე ამერიკული ჯარები და როგორ ართმევენ მათ იმ ნავთობს, იმ უკანონო ნავთობს, რომელსაც ეზიდებიან სხვადასხვა მიმართულებით. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სადღაც, როდესღაც აუცილებლად ეს რკინისფარდა დაეშვება. რკინისფარდა როცა დაეშვება, ჩვენ სადღაც უნდა აღმოჩნდეთ. ან აი ამ ბნელეთში, სადაც საბჭოეთში, სადაც ცხოვრობდით ადრე, ან კიდე განვითარებულ ევროპაში და ამისათვის გვჭირდება პასუხისმგებლობა და ეს დემოკრატიული ალტერნატივა, რომელსაც ჩვენ გვქონით, იქნება აღჭურვილი იმ პასუხისმგებლობით, რაც ქართული ხალხის ინტერესებს მომსახურება. მადლობა, ციკლაურის კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სულას იყო ამ დროისთვის, გადაცემა 360 გრადუსი დაგიბრუნდებათ ეთერში 4 შაბათს. მე და თქვენ ხვალად შევხვდებით ერთმანეთს პალიტრა ნიუსის ეთერში 13 საათზე გადაცემაში.